მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენი მორიგი სტრიმია და სტუმრად ყავს ბატონი გოჩა წოფორაშვილი. ბატონო გოჩა, მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობათ, მივესალმები მაყურებელს. ბატონო გოჩა, ესე იგი, წინა ვიდეოს საკმარისად გამოხმაურება მოყვა, რაც ჩანდა ხილულად ჩვენს ვიდეოს, რაც კომენტებში მოყვა და რაც არა და პირად ჩატში მომწერეს მოკლედ. და კითხვები არის დაგროვილი და როგორც შევთანხმდით და როგორც დავპირდით მაყურებელს, უნდა გავცეთ ამაზე პასუხი და ბატონ გოჩა, პირველი რომ განვიხილოთ ის ყვადაღებული თემა უკვე დონალდ ტრამპის მიერ არაერთხელ გაჟღერებული ეს USAID-ის პროგრამა. აქ ჩდება კითხვა, რომ ამ ორგანიზაციამ საქართველოში საერთოდ რამე გარდა დავუშვათ იმ იდეოლოგიური მავნებლობისა რამე სასიკეთო გააჩინა, მაგალითად რამე პროგრამას როცა ლობირებდა, შეფობდა, ან მათი ინიციატივით რაღაც დაეგეგმა, ამას რა შედეგები მოყვა. და ამაზე თუ შეგვიძლია რომ გავცეთ პასუხი. კი ბატონო, კი, ამით დავიწყოთ? ამით დავიწყოთ და შემდეგ ამაზე რომ მორჩებით, შემდეგი კითხვები გავუყვეთ. კი ბატონო, მე პირდაპირ კონტაქტი თვითონ ამ ორგანიზაციებთან, ესე ვთქვათ, უშუალო კონტაქტი არ მქონია, როგორც მონაწილეს, როგორც ბენეფიციარს გარკვეული პერიოდი მე ვიყავი, ესე ვთქვათ, როცა პაუზა მქონდა სახელმწიფო სამსახურში, ჩვეულებრივი ფერმერიც და მოსინჯე მილენიუმის პროგრამა, ჩავთვალოთ, რომ იმ პერიოდში ის ჯგუფი ხელმძღვანელობდა მილენიუმის პროგრამასაც, რომელსაც მე USAID-ის სხვადასხვა პროგრამებს ხელმძღვანელობდნენ. ჩემთვის კარგი ნაცნობები, თუმცა აი ყველაფერი რო კარგად უნდა დამთავრებულიყო, 70 ქულა იყო გადამსვლელი მეორე ტურში, რატომღაც პროექტს დაუწერეს 79 ქულა და შემდგომში მე მომდიოდა უკვე ერთი ჯგუფისგან, რომელიც როგორც აღმოჩნდა მონიტორინგს ატარებდა, ვერ გადალახა იმ კომპანიამ, მე ეს მონიტორინგის ჯგუფი მირეკავდა სისტემატიურად და მეკითხებოდა, რომ აი ამ პროექტმა რატო ვერ გადალახა, იმიტომ რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. როგორც გამოირკვა და მე სიღრმეებში რო ჩავედი, ეს ხდება 2007 წელს, 6 წელს, 7 წელს აი ამ პერიოდიდან, როცა მე მქონია შეხება. და როგორც გამოირკვა, გარკვეული პირობები ჰქონდათ ხოლმე, ეს პირობები არ იყო მხოლოდ ტექნიკური ან ეკონომიკური პირობები, სხვა პირობებიც იყო იქ დასაკმაყოფილებელი, გარკვეულ მაიმუნობას ჰქონდა ადგილი და ეს ეხლა მთელმა საქართველოს მიცის, ვისაც კი ოდნავ შეხება ქონია. ამის შემდეგ უკვე ჩემი კონტაქტი იყო უკვე როგორც მინისტრის მოადგილე და დონორთა საკოორდინაციო საბჭოში როგორც სტრატეგიის კურატორი უშუალოდ ვითხოვდი ამ პროგრამების, ესე ვთქვათ, გამჭვირვალეობას და სამწუხაროდ როგორც დღემდე, ასე ვთქვათ, ეს ორგანიზაციები აფიქსირებენ, არსებობს ძველი წინა ხელისუფლების დროს დადებული სამთავრობო მოლაპარაკება, ხელშეკრულება და ისინი არ თვლიან საჭიროდ, რომ ეს მონაცემები იყოს, ასე ვთქვათ, გაშიფრული. ეს წინა სიტყვაობა იმისთვის გამოვიყენე მე, რომ კი ფულები იხარჯება, აი მაგალითად მარტო ამ პერიოდში ახლა უკვე ჩემი სამინისტროში ყოფნის დროს იქ მარტო USAID-ის ხაზით არის, აი მაგალითად 2013-18 წლის პროგრამა, ეგრეთ წოდებული სოფლმეურნეობის წარმოების ეფექტიანობის ამაღლება, RIEPA ერქვა ამ პროგრამას USAID-ის 22.5 მილიონი 13-დან 18 წლამდე, მე ეს გაგრძელდა 18-24 წლები უკვე თანხაც მოემატა 26.8 მილიონი სოფლმეურნეობის განვითარებისთვის, იყო კიდევ პროგრამა 24-25-28 მილიონი, რომელიც ექსპორტის ხელშეწყობას ეხებოდა და აი ამ ესეთი პროგრამების, ესეთი და კიდევ მსგავსი პროგრამების კონტროლი, როგორც კი მოვინდომეთ, ასე ვთქვათ, მაშინვე მივიღეთ ძალიან, ასე ვთქვათ, კვეთრი უარყოფითი დამოკიდებულება იმ მოხელეების მიმართ, ვინც ამას ვითხოვდით. მოკლედ, ეს არის ძალიან ჩაკეტილი თემა.
მე წლების განმავლობაში ვცდილობ რომ აი გავზომო ის ეფექტურობა, ვიპოვო ბენეფიციარები, შევაფასოთ ეს მოქმედება. ძალიან ბევრი ფულია დახარჯული, თუმცა რაიმე განსაკუთრებული ეფექტი არ ჩანს. არის გარკვეული ვიწრო ჯგუფი, ვიწრო წრე, რომელიც სარგებლობდა ამ სულ ყველაფრით და სარგებლობს ჯერ კიდევ რაღაცა ინერციით კიდევ მიდის ეს ყველაფერი. მოკლედ ეს არის სერიოზულად გამოსაკვლევი, შესაფასებელი და მე ვფიქრობ რომ აი დრო მოვიდა ეხლა რომ და ხშირად საუბრობ ხოლმე მე რომ აი რეალურად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჭირდება დღეს აი ამ რეალობის შეფასება, რაც ზოგადად დარგშია, აუცილებლად მაღალ დონეზე ამის გაანალიზება და შეფასება და შემდგომში ახალი ესე თქვა სტრატეგიული ხედვების დაფიქსირება. აი როგორც ახლა წინა კვირას გამოცხადდა, რომ განათლების სამინისტროს წინა კვირას არის პრინციპში ამ კვირას დღეს კვირაა, ორშაბათს თუ სამშაბათს პრემიერმა ხო გამოაცხადა, რომ განათლების სისტემას აქვს ახალი კონცეფცია 7 პუნქტიანი ხო და ჩვენ რაღაც კონცეპტუალურად ვცვლით ხედვებს ეს არის დასაწყისი და მეც ვითხოვ სოფლის მეურნეობის პოლიტიკაშიც ანალოგიურს, იმიტომ რომ მე წლების განმავლობაში ვაქვეყნებ სხვადასხვა ასე ვთქვათ პრობლემებს, შემაფერხებელს, ალტერნატიულ სტრატეგიებს და ვითხოვ უფრო ეფექტიან და თამამ მოქმედებებს და აი ამ ნაწილში არა მხოლოდ უნდა შეფასდეს ის რასაც სამინისტრო უწყებები და სააგენტოები და ასე შემდეგ ესენი აკეთებენ, ამის გარდა არის ძალიან დიდი არეალი, ძალიან დიდი ფული დახარჯული აი ესეთ პროგრამებში და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარკვიოთ ამ პროგრამებმა რა მოგცეს. ეს ფიქრობ რომ თვითონ ამერიკის მთავრობასაც უნდა ჭირდებოდეს და აწყობდეს რომ ეს მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს, რახან USAID თვითონ ამერიკაშიც დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ ხო მისი მუშაობის ეფექტურობაც, მიზნობრიობაც და ასე შემდეგ. ჩვენთანაც აი ნუ ეს კატეგორიული მოთხოვნაა ჩემი, იმიტომ რომ როდესაც ესეთი ფულები ტრიალებს და ეს ჯგუფები მე გარკვეულ დომინაციაში არიან აი აგრარული დარგის განვითარების პროცესში, განვითარების უბრალოდ მოძრაობის პროცესში და ეს ქმნის კიდევ დამატებით პრობლემებს და სირთულეებს, ეს ქმნის სიტუაციას, როდესაც დღის წესრიგს ისინი ადგენენ და არა სამინისტრო. მაგ კუთხით კითხეთ, იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში USAID-ის პროგრამით ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეს ყველასთვის ცნობილია და აი ეხლა აი ეს ბოლო 1 წლის განმავლობაში, უბრალოდ რაც ახალი წლიდან ამერიკის ადმინისტრაცია შეიცვალა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდე გავლენის ქვეშ არის ან USAID-ის ან რამე მსგავსი ორგანიზაციის მხრიდან, აი ძირითადი ლაიტმოტივი რომ განსაზღვროთ. დაუშვათ USAID-ის პროგრამები წარსულში ჩაბარდება დღეს თუ ხვალ. ჩვენ მაინც რაღაც მსგავს ორგანიზაციაზე უნდა ვიყოთ მიბული, ანუ ავტონომია დავიბრუნეთ თუ ჯერ კიდევ არა. ნახეთ ავტონომიას მაშინ იბრუნებ, როცა იქ სამინისტროში არიან აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი მოქმედებით, აზროვნებით, ასე ვთქვათ, ინიციატივებით და ასე შემდეგ. თქვენ რომ ნახოთ ახლა როგორ დააკომპლექტეს ბოლოს სამინისტრო, იქ პირდაპირ USAID-ის პროგრამებიდან არის გადმოსმული ხალხი მოადგილეები, დიახ, ისევ აი ამ წლის განმავლობაში, სხვათა შორის გუშინ მინისტრს ერთ-ერთი გადაცემა ყველაზე გახმაურებულია ხოლმე ეს მელაძის გადაცემა და გუშინ დაძდევდნენ ძველ ასე ვთქვათ ოცნებაში მყოფ ნაციონალებს და მათ შორის აღმოაჩინეს სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც ბენდუქიძის კადრად მოიაზრება და მის ხელმძღვანელობით დაიწყო მუშაობა. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ მე დავით ვიცნობ კარგად და ჩვენ საუბრებიც გქონია და ვცდილობ რომ ასე ვთქვათ რაღაცნაირად ნელ-ნელა რეალობას გაუსწორონ თვალი და იფიქრონ ალტერნატიულ პროგრამაზე, მაინც აბსოლუტურად ლიბერალურია მიდგომა და ის ჯგუფები, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ თქვათ გარედან დავალების გაცემას და კარნახს და აი ამ პრინციპით დახაზული ესე თქვათ გზებით მოძრაობას, ხო ისინი რაიმე სიახლეს არ შემოიტანენ. ეხლაც დღევანდელ სიტუაციაშიც, ნუ თქვენ რომ ნახოთ ეხლა სამინისტროს მუშაობა, ხო ძირითადად ნუ 1 წელია რაც ახალი გუნდია, ნოემბერში დაინიშნა მინისტრი
აი ამ 1 წლის განმავლობაში ვერ ნახავთ თქვენ რაიმე ისეთ განსაკუთრებულ, ასე ვთქვათ, რეფორმატორულ ან სიახლეზე ან რაღაც სისტემაზე ან სტრუქტურულ ცვლილებებზე გაკეთებულ განცხადებას, აი განცხადებას კი არა, მოქმედებას. ზოგადად არის გაცნობიტი ხასიათის, რაიონებში ჩადიან, რაღაცა ისეთ თათბირებს ატარებენ და რაიმე ქმედითი არ ჩანს და მე ვიძახი რომ ქმედითი გაჩნდება მაშინ, როდესაც აი რაც თქვენ იკითხეთ ახლა, როდესაც გამოვა ეს სამინისტრო ვიღაცეების ფარველობიდან, ეს ფარველობა უკვე ძალიან დიდი ხანია გრძელდება. შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში რო შედგეს ფეხი იქ რამოდენიმე ჩვენთვის კარგად ნაცნობა, ჩვენთვის და თქვენთვის კარგად ნაცნობა კადრებმა, მე არ მიყვარს ასე ვთქვათ პერსონალიებზე საუბარი, მით უმეტეს უარყოფით კონტექსტში. მას შემდეგ ჩაჭიდებულები არიან ამ პროცესს და რეალურად არიან ვითომ რაღაცა ფულის და პროგრამების მომტანები, მაგრამ თლიანობაში დამაზიანებლები პროცესის, იმიტომ რომ დღევანდელ ახალ რეალობაში, აი ამ ახალ მსოფლიო მოცემულობაში, ყველა ქვეყანა ფიქრობს, რაც შეიძლება მეტი ასე ვთქვათ საექსპორტო პროდუქცია შექმნას, რაც შეიძლება შეზღუდოს იმპორტი, რაც შეიძლება მეტი ჩართულობა კონდეს ადგილზე, რაც შეიძლება მეტი იყოს ინკლუზიურობა, ქმნიან გარკვეულ სტრუქტურებს თვითონვე და ეს ბოლომდე მიყავთ, არა ისე რომ ვთქვათ, არის ჩვენი არაფერი საქმე არ არის, რაც უნდა ამ ფერმერს ისქნას და ის მოიმოქმედოს. არა, ეხლა ეს კრავენ. სახელმწიფო ინტერესები ახსენეთ და ზუსტად ერთ-ერთი მწვავე კითხვიდან ეს მაქვს გამოღებული, რომ ჩვენ საქართველოს თურქეთთან რამე სახელმწიფო ისეთი ვალდებულება გვაქვს, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რიგ დარგებში რაღაც მოცულობა უნდა მოვახდინოთ იმპორტირება? იმიტომ რომ აი ყოველი მეორე შეკითხვა ეს არის, თურქეთთან გვაქვს ჩვენ რამე ვალი, თურქეთთან გვაქვს ჩვენ რამე ვალდებულება? ხვდებით საიდან მოდის ეს კითხვები? იმიტომ რომ გადავსებულია, როცა ალტერნატივა თავისუფლად შეიძლება იწარმოებოდეს საქართველოში და რამე ვალდებულება გვაქვს? კი ბატონო, გეტყვით, რა რიცით, აი ეხლა ჩვენ თუ ამერიკაში გვიყურებს ძალიან ბევრი და ძალიან ბევრი წინა ხელისუფლების, ესე ვთქვათ, მოყვარულიც არის და მოტრფიალეც. ეს ყველა კითხვა რაც მე ამოწერილი მაქვს, ეს არის ამერიკაში მცხოვრები ქართველების, ვისაც უნდა დაუბრუნება. დიახ, ვიცი, მე ვცდილობ, რომ აბსოლუტურად არ შევეხო არც ერთ ყველა პოლიტიკური, ესე ვთქვათ, მოძრაობისას მე გარკვეულწილად მეკავა სახელმწიფო თანამდებობები, თუმცა ნაციონალების დროს მხოლოდ და მხოლოდ ასე ვთქვათ მათივე თხოვნით რამ 2 წელიწადზე ცოტა მეტი ვიყავი და მე თვითონ გავერიდი ამ იმას. ნახეთ, კიდევ ერთხელ მე არ მინდა რომ თქვათ აი ვიღაცის რო იტყვიან ბოსტანში ვისროლოთ ჩვენ ახლა კვები. რეალურად უნდა ვისაუბროთ, არაფერს არავის არ წამოვაძახებთ ისეთი ფორმით, უბრალოდ აი დღევანდელი გადმოსახედიდან მინდა რომ ყველაფერი შეიცვალოს. თუმცა არის ისეთი ვალდებულებები, რომელიც ძალიან რთულად იცვლება და ეს ეხება თურქეთთან დადებულ სავაჭრო ხელშეკრულებას, ეგრეთ წოდებულ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას, ეს არის დადებული 2008 წელს. ეს ხელშეკრულება მთელი თავისი შინაარსით, მთელი თავისი თუნდაც კორუფციული მომენტებით არის ძალიან სიღრმისეულად გამოსაკვლევი და იქ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ, როდესაც დადეს ეს ხელშეკრულება, რომელიც ცალმხრივად თურქეთისთვის არის ხელსაყრელი და საქართველოსთვის არის რეალურად დამანგრეველი და ამას მაშინვე ვამბობდით, რომ ეს საერთოდ პრობლემებს შეუქმნის ჩვენს პირველად წარმოებას, ზოგადად სოფლის მეურნეობას. მან არის კიდევ ერთი ისეთი სიმახინჯე, რომ ვითომ ესე იგი თურქეთი ჩვენ მილიონ ბოთლს გაგვაყიდინებდა ღვინოს და გარკვეულ პროდუქციაშიც რაღაც რაოდენობები დაგვიწესეს კვოტები. ბევრ ნაწილში ჩვენ გვაქვს შეზღუდვები. ფაქტიურად ჩვენ არაფერში არ შევზღუდეთ. ჩვენ ფაქტიურად გავნოლეთ. ბატონო გოჩა და აი უფრო თემატური რო გამოვიდეს, ეხლა კორუფცია ახსენეთ და რაღაცა ინტერესანტების გარიგება. ნახეთ როგორი კითხვა იყო კონტექსტში რო და უფრო შინაარსობრივი გამოვა, მე ეს ვფიქრობ. ესე იგი, სახელმწიფომ შეიძლება მიცეს მეწარმეს, ანუ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანს აწარმოოს ყველა მათთვის აქტუალური პროდუქცია, მაგრამ ის კონკურენციას ვერ გაუწევს,
თუ ბაზარზე იქნება დემპინგური ფასები და ზუსტად კონტექსტში იყო თურქებთან. დიახ. აი ეს კორუფციული დარიგება. იმიტომ აინტერესებს თორე ხა ემიგრანტს, რომელსაც საქართველოში დაბრუნება უნდა, ხა ზედა პოლიტიკურ შრეებში რა ხდება? ხო ხდებით, ეხლა ნაკლებად არის საინტერესო. უბრალოდ თურქეთი ყველას ადგას ენაზე, იმიტომ რომ აქ სულ ესმით, იმან ეს აწარმოება, მაგრამ თურქეთიდან პამიდორი შემოვიდა, ვიღაცამ კიტრი აწარმოა, თურქეთიდან კიტრი შემოვიდა, ვიღაცამ ნიორი და ასე შემდეგ. ხდებით ხო რა კონტექსტში დავსვი ეს თურქეთი? განა რავალდება გვაქვს ამისთანა რომ არაფერი დადებული გვაქვს ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, სადაც ჩვენ პირდაპირ ჩვენივე ხელით ჩავიწერეთ იქ, რომ თურქეთი დაახლოებით 95% იმ პროდუქციისას არ იხდის საერთოდ საბაჟო გადასახადს. განოლებული აქვს საბაჟო გადასახადი. როგორ გინდა რომ დაეჭიდო, ხო? ხო, ეს შეგნებულად თუ შეუგნებლად ესე გააკეთეს, სხვათა შორის წეგნ კორუფციაზე რო ვლაპარაკობდი, იქვე ჩვენ ჩავიწერეთ, რომ შეგვეძლო ძალიან დიდი რაოდენობის მზესუმზირის შროტის დამზადება და თურქეთი გვაძლევდა კვოტას. და მე თურქეთიდან ვიღაცამ გვიჩივლა, რომ ესო საქართველოში არ მზადდებაო და უკრაინიდან შემოაქვთო, ეს იყო გარკვეული ჯგუფის ბიზნესი. და აი ესეთი კერძო რაღაცა ხაზები იქ ღვინოზეც იყო საუბარი, თუმცა ღვინო ფაქტიურად არ შედის, იქ იყო თითქოს საუბარი, რომ თაფლი შევა და თაფლი როგორც ჭირდებათ იმათ ისე შედის და ძირითადად არ შედის არც თაფლი. ასე რომ მთელი რიგი შეპირებები იყო, რომ ჩვენ ხორცზე გვექნებოდა, ასე ვთქვათ, დაშვება და კვოტა და არ მოგცეს ეს ხორცზე კვოტა. 2015 წელს ჩემი სამინისტროში ყოფნის პერიოდში ჩვენ თურქეთის სოფსმენობის სამინისტროს დაუკავშირდით, მოვითხოვეთ შეხვედრა, თბილისში ჩამოვიყვანეთ თურქეთის მინისტრი და დავიწყეთ საუბარი ამ ხელშეკრულების პირობების გარკვეულ გადახედვაზე. არავინ აღარ გადახედავს ამ პირობებს, რომ არიქა ეს ბოდიში არათანაბრად იყო და ეხლა საბაჟო გადასახადი დამიწესეო. იქ ძირითადად საუბარი წავიდა იმ დაშვებებზე, იმ კვოტების მოცემაზე ჩვენთვის, რომ ხორცზე ახალციხეში თავის დროზე, ჯერ კიდე ნაციონალების დროს გააკეთეს ხორცკომბინატი და ეს იყო მაგისტრის გაკეთებული, რომ თურქეთი დაპირებული იყო, რომ რამოდენიმე წელიწადში ჩვენ გვექნებოდა გარკვეული კვოტა ხორცის შეტანაზე. მოკლედ ეს ამ ადამიანების, ესე ვთქვათ, გულისტკივილიც და შეშფოთებაც რეალურია სამწუხაროდ. ამას რომ მოევლოს, ჩვენ გვაქვს ორი გზა. ერთი გზა არის ძალიან მკაცრად გაკონტროლება უვნებლობის თვალსაზრისით და ჩვენ იყო პერიოდი, ხან კარტოფილი დაუბლოკეთ, ხან კიდევ სხვა პროდუქტი. ამას მიზანმიმართული მუშაობა ჭირდება, მაგრამ დღეს ამას არავინ არ აკეთებს. ეს არის ერთი კუთხით, ესე ვთქვათ, ხარისხი და უვნებლობის ნაწილი და მეორე, რაც თქვენ ახსენეთ, დემპინგური ფასები. ეს ანტიდემპინგური კანონი აი სულ რაღაცა ძიძგილაობით და ჩხუბი იყო ყოველთვის იმაზე. ეკონომიკის სამინისტრო ცოცხალი თავით არ იღებდა, განსაკუთრებით ეს კვირიკაშვილის პერიოდს გამოუყოფ, ეს კვირიკაშვილიც ბენდუქიძის, ასე ვთქვათ, იდეოლოგიის წყვეობაში იყო მუდმივად. ამ დროს ეკონომისტი, საერთოდ კვირიკაშვილი ეკონომისტი გონიათ და ის არის, ესე ვთქვათ, ექიმი, ჯანდაცვის წარმომადგენელი, მაგრამ კვირიკაშვილის მე ამდენი დრო გავიდა და რეფორმა ვერ ჩატარდა, ანუ რეგულაცია. ეს კანონი ანტიდემპინგური მიღებული არის, ოღონდ ანტიდემპინგურ კანონს ჭირდება მუშა პროცესი, ამოქმედება, ინსტრუქციები, მექანიზმები, რომელიც არ არის გაკეთებული. ეს აი ამდენჯერ დატრიალებული ის ანტიდემპინგური კანონი მიღებულია, ოღონდ ყველა ქვეყანაში ეს უნდა გაკონტროლდეს, ეს უნდა იყოს ინფორმაციულად უზრუნველყოფილი. მოკლედ მოქმედებაა საჭირო და მსგავსი მოქმედება თქვენ გაგიგიათ, რომ თქვათ აი თურქეთიდან შემოსული პამიდორი ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიხედვით იქნა დამატებით დაბეგრილი და ეს გამოიკლია ეს, რომ იქ იყო რაღაც სუბსიდირება მიცემული და ასე შემდეგ. მოკლედ არა საბაზრო ფასით და ორი მომენტია. ერთი, რომ დემპინგური არასაბაზრო ფასით შემოსული შეიძლება იყოს უბრალოდ ისეთი ფასით შემოტანა, რომ ასე ვთქვათ, სხვა გააჩერონ და თუ ამას კიდევ ახლავს, რომ ადგილზე დასუბსიდირებულია რომელიმე პროგრამით, მაინც
ჩვენ გვაქვს უფლება გამოვიყენოთ მოკლედ დამატებითი დაბეგვრის რეჟიმი, მაგრამ ეს მექანიზმი არ მუშაობს, იმიტომ ვიძახი, რომ დღეს უბრალოდ სამინისტროში არიან ის ადამიანები, რომლებიც საიდანღაც დავალებებს მუდმივად ასრულებდნენ, რომელიღაც პროგრამებში ჩართულები იყვნენ, მაგრამ ის რომ თამამი გადაწყვეტილებები მიიღონ, მაგას ვერ იღებენ. იმიტომ შეგეკითხეთ USAID და იმიტომ ვიკითხეთ თურქეთი, რომ მე პირადად მსგავსი რამ არ გამიგია, რომ ვინმეს ანტიდემპინგური კომპანია, იმიტომაც არის ეს კითხვები დაგროვილი, იმიტომ როგორც მე მესმის მედიიდან, რომ დაუშვათ იმას იმ მოხელეს უჭირს, იმ ფერმერს უჭირს, ასევე ესმით სხვა დანარჩენ მაცხოვრებელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმიტომაც არის ეს კითხვები დაგროვილი, რომ ნიკა მაგის პასუხად კიდე ერთი მომენტი მინდა რომ აი თვითონ კითხვის დამსმელმა იცოდეს რომ დაახლოებით აი ესე 2017-18 წლიდან უკვე ჩემი არ ყოფნის პერიოდში ესეთი ასე ვთქვა ტრენდული გზა აირჩიეს და გამოაცხადეს რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ნეტო ექსპორტიორებიო. ნეტო ექსპორტიორი ამ შემთხვევაში ნიშნავს და იგულისხმება რომ რაც შეიძლება მეტი გავიტანო და რამდენიც გინდა იმპორტი იყოს ამას არ შევზღუდავ და ჯობია იმპორტი ბევრი იყოს და ასე ვთქვათ ერთმანეთს შეეჯიბრონ იქნება ფასი დაბალი იყოს, მაგრამ მე რისი გატანა შემილია აქ გავაკეთებ ასე ვთქვათ მაქსიმალურ მობილიზაციას და შემდეგ ექსპორტ იმპორტის ბალანსით მე ვეცდები რომ ექსპორტი მეტი იყოს ვიდრე იმპორტი. აი ეს არის ნეტო ექსპორტიორობა და ამაზე წავიდა ორიენტაცია რომ ჩვენ მოდი გავყიდოთ თხილი, გავყიდოთ ღვინო, გავყიდოთ ასე ვთქვათ სპირტიანი სასმელები, სპირტზეც ძალიან დიდი რაოდენობით, წყლები, ხილი და ასე შემდეგ, რისი გატანაც და გაყიდვაც შეგვიძლია და დავანებოთ თავი ჭიდაობას თურქეთთან და სხვებთან, მაგრამ ეს მომენტი მე მაშინვე ვამბობდი რომ ეს არის რეალურად დანაშაული, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ამითი სასურსათო უსაფრთხოების პრინციპებსაც ვღალატობთ რეალურად. ჩვენ ამ მოსახლეობას რეალურად ტრადიციული კულტურები გვაქვს, ხო? სოფლის მეურნეობის. ესე იგი ისიც უნდა მოუხმათ, ხო? რა თქმა უნდა, ესე არის ჩამკვდარი აქ ძალიან ბევრი ბოსტნეულის ის მე ადრეც ვახსენე ხახვი და სხვა პროდუქტები, ესენი ელვის სისწრაფით ჩამოდის თვითუზრუნველყოფა დაბლა. ამის დაშვება რომ თქვათ ის რომ მე ვაკეთებ აქცენტს მარტო ექსპორტზე, რეალურად არ შეიძლება. თუმცა ამას თავისი შესაძლებლობები აქვს, თქვათ ეხლა რომ მივმართოთ ჩვენს დაინტერესებულ მომავალში ფერმერებს, ხო? საექსპორტო პროდუქცია რა თქმა უნდა საინტერესოა, როგორც შიდა ბაზარზე შეგიძლია ასე ვთქვათ გაყიდო და ექსპორტზე თუ უკვე გაქვს ასე ვთქვათ ბაზარი ათვისებული, მოძებნილი, მაგრამ ეს საექსპორტო ბაზარი რომელი ბაზარია აბა თუ მიხვდებით? ჩვენ ევროპაში ფაქტიურად ვერაფერი ვერ მიგვაქვს, ჩვენს მეზობლებში ძალიან რთულია რამის გაყიდვა, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთშიც. რეალურად გვაქვს ერთადერთი დიდი ბაზარი რუსეთის ბაზარი და ის ლიდერობს ახლა საექსპორტო პროდუქციაში. წინა წელს 624 მილიონის პროდუქცია გავყიდეთ, სასოფლო სამეურნეო პროდუქცია, მაშინ როდესაც ევროპაში გავყიდეთ სადღაც 180 მილიონამდე მთლიანად ყველა ქვეყანაში. რუსეთში გამოვიდა 4-ჯერ მეტი. აი ეს მომენტი რომ თქვათ სად გავყიდოთ, კი კარგია ვთქვათ ნეტო ჩავთვალოთ რომ კარგია ნეტო ექსპორტიორობა. მე რა თქმა უნდა არ ვემხრობი ამ ასე ვთქვათ შეხედულებას, მაგრამ ვთქვათ კარგია და ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ვაწარმოოთ. კი მაგრამ თუ ვერ გავყიდეთ, კი გასაგებია რომ ვთქვათ ჩვენ ვყიდით აი შავი ზღვიდან დაჭერილ ხამსას და ეს ევროპაში მუდმივად ჭირდება, იმიტომ იაფია, ხარისხიანია და საკვებისთვის იყენებენ ყველა ასე ვთქვათ მეფრინველეობაშიც, მეცხოველეობაშიც, თევზის წარმოებაშიც, ხო? თხილი რეალურად მოთხოვნადია, იმიტომ რომ მიკროზონული პროდუქტია და მაგალითად ჰოლანდიაში იქნება თუ ნორვეგიაში თხილი არ არის და რეალურად თხილიც საჭირო პროდუქტია. ღვინო მასალები და ღვინო სპირტი ეს არის ძალიან რთულად გასაყიდი პროდუქტი, ძალიან რთულად, თუმცა ესე რაღაცა რაოდენობას მაინც ვახერხებთ, ხო? აი დანარჩენში ფაქტი ხო, ესა ცხვარი ტრადიციულად არაბულ ქვეყნებში და მსხვილფეხარ ქოსანი პირუტყვი ახალგაზრდა ესეც აზერბაიჯანში ერახში სპეციალურად ზდიან და მიყავთ, იმიტომ რომ აზიურ ქვეყნებში ხორცი საკმაოდ ძვირია. ხო, მაგრამ ის რო თქვათ ჩვენ 2-3 თვე გქონდეს ჩვენი ბოსტნეული და 9 თვე თურქული გქონდეს,
ის რომ ხილის ნაწილში სამწუხაროდ მიუხედავად იმისა რომ დანერგემომავალი გვაქვს მაინც ძირითადად გაჯერებულია ამ ჩვენი მეზობლების ხილით რომელიც ფაქტიურად არაფრის გემო არ აქვს და უხარისხოა და ეს ხორცი რო გადის აქედან ის ახალგაზრდა საქონლის ხორცი ცოცხლად რეალურად ეს ხორცი გადის და ჩვენთან შემოდის რომელი ქვეყნიდან შემოდის კაცმა არ იცის და რა ხარისხის არის ის გაყინული ხორცი რომელსაც ხმარობენ მოკლედ აი თავიდან ბოლომდე მთელი სქემა დაამახინჯა ამ ნეტო ექსპორტიორმა შიდა წარმოების ესე ვთქვათ სქემა არეულია ამას ჭირდება ძალიან სერიოზული გადაწყობა და კიდევ ერთხელ ვიძახი არავინ არ გადააწყობს იმიტომ რომ ეს ადამიანები არ არიან მიჩვეული რაიმე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ან ინიციატივებს ეს არის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა რასაც მე ვხედავ ბატონ გოჩა ყველაზე მეტად აქტუალური არის ემიგრაციაში რო ხედავენ ახლა რომ აგროტურიზმი არის პოპულარული საქართველოში მევენახეობა მეღვინეობა და შესაბამისად მცირე საწარმის მცირე მოცულობის ღვინის საწარმოები და ასე შემდეგ და აქვე არის შემდეგი კითხვა რამდენად გვიღირს დავიწყოთ თუნდაც მცირე მეწარმეობა მეღვინეობაში ანუ მეღვინეობა სპირტის დამზადებას გულისხმობენ როცა შხამქიმიკატების ხარისხი არის ძალიან დაბალხარისხიანი და პლუს ამას ემატება ის რომ რიგი მომწოდებლები თურმე არიან მოდი ეს სუბუქად ვთქვათ გარიგებაში მაკონტროლებელ ორგანოებთან რომ მხოლოდ მათი პროდუქცია იყოს წარმოდგენილი მე შხამქიმიკატებს გულისხმობ და ეს კონტექსტში არის იმაში რომ მაგალითად ყურძენიო 10 წლის წინ მაგალითად ვისაც ბებია ბაბუა ყვარელში ყავდა ყვარლის მიმდინარე რაიონში კაციტელი პლუს მინუს ღირდა 80-90 ლიტრი ეხლა არის ლარი 30 ლარი 40 ჩასაბარებელს გულისხმობ და ნუ საფერავი მაგალითისთვის აი ამოვიწერე ლარი 30 10 წლის წინანდელი მონაცემები და 30-40 თეთრით არის გაზრდილი და უცნაური ის არისო რომ 10 წლის განმავლობაში ჩასაბარებელი ტარიფი გაზრდილი არისო ესე იგი მინიმალურად და ფაქტობრივად 5 ჯერ არის დანახარჯი გაზრდილიო. აი ამ შხამქიმიკატებით, რომელიც პლუს კიდე თურმე უხარისხო ყოფილა. პლუს მუშის საფასური, რომელიც 2 ჯერ არის გაზრდილი, იმიტომ რომ ყველა ვიცით, რომ ეხლა თუ ოჯახმა აიღო, ოჯახის ფიზიკური რესურსი მაინც არ ყოფნის და უნდა დაიქირაოს. და ჰექტარზე დაუშვათ დამუშავება, რომ 1000 ლარი ღირდა, ეხლა გახდა 2000 ლარი. ანუ დანახარჯები იზრდება და ესე იგი შესაძენი ღირებულება რეალიზაცია არის მიზერული. და ზოგს მთელი სეზონის განმავლობაშიო ეს ცოცხალმა ხალხმა მელაპარაკა, აი ვისაც ჯერ ნათესავები ყავს რა საქართველოში. რაღაც 2000 ლარი, 3000 ლარი შეიძლება დარჩეს აი 5-6 სულიან ოჯახს, აი მთელი აი ამ კამპანიის დასრულების შედეგად და ესეთი შეკითხვა დაუსვი რომ კი მაგრამ გაყიდონ მეტად მეთქი და არა, იმიტომ რომ სეზონის დაწყებისას სახელმწიფო აცხადებსო ჩაბარების სავარაუდო თანხას. და მე ეს ჩაბარების სავარაუდო თანხა ჯდება როგორც ესე იგი ნიშნული. და ამ მოსახლეობას, ნუ ყიდველი ალბათ ორიენტირდება აი ამ ჩასაბარებელი ზედაზღვარიდან და მოსახლეობას რა უნდა ქნას მე ხა სეზონი როცა ილევა და პროდუქტის გაფუჭებას ურჩევნია რომ რეალიზაცია მოახდინოს. აი ამაზე რა შეიძლება ითქვას? ო, ნუ ეს ეხლა ძალიან დიდი და სიღრმისეული თემა, ადამიანები ითვლიან და კარგია. ეკითხებით რომ აი ხვდებით მოუწერეს და მოუწერეს და ყველაზე კომპეტენტი. არა, მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ მართლები არიან თავიდან ბოლომდე, არაპროპორციულად იზრდება, ესე ვთქვათ, ყურძნის ფასი და ყურძენზე გაწეული ხარჯები. პროპორცია არეულია, მართლა რო ავიღოთ ჩვენ თქვათ 10 წლის წინანდელი მონაცემები, როგორც თქვენ დაახასიეთეთ, ზუსტად ეგრეა და ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თქვათ ადრე მევენახე იგებდა რაღაცა გარკვეულ თანხას, პირობითად თუ 4 და 5000 უგებდა პირობითად თქვათ, ამას ეხლა ეს ჩამოვიდა ალბათ 1000-ზე და 1500-ზე. პირობით თანხას ვიძახი, ალბათ 2-ჯერ 3-ჯერ ნაკლებ მოგებას ნახულობს, ხო? აი ესე ვიცი ზუსტად. ხო, ეხლა რა არის აქ პრობლემა? მე გეტყვით, რომ ჯერ ერთი რომ
ჩვენ ვერ მოვახერხეთ და ვერ შევედით ღირსეულად იმ ბაზრებზე, რომლებიც ტრადიციულად იყო, ასე ვთქვათ, ეს ბაზრები, იგივე რუსეთის ბაზარზე ჩვენ კი ვყიდით, მაგრამ არა იმ რაოდენობას ევროპაში ფაქტიურად ფეხი ვერსად ვერ მოვიკიდეთ. მოკლედ გაყიდვები არის მცირე. ამ ღვინის ქარხნებს აქვს საკმაოდ დიდი მარაგები. ამ ღვინის ქარხნებმა წლების განმავლობაში იყიდეს, ნელ-ნელა შეისყიდეს ვენახები და ძალიან ბევრს აქვს თავისი, ესე ვთქვათ, უკვე ნედლეული. ამ მან რა ქვია ეს აბაჩქარა და რაც შეიძლება მეტი გააშენეთ ვენახი, ჩვენ არაფერში არა გვაქვს მატება არც მეხილეობაში განსაკუთრებით და არც ციტრუსში, მე ხეებს და დანერგენ მომავალის კუთხით მივიდა და საკმაოდ დიდი მატებაა მევენახეობაში. რატო? იმიტომ რომ ჩანდა რომ ის არის, რა ქვია, მომგებიანი. ხო, ჩანდა რომ პატრონი ყავს სუბსიდიას მოგცემენ ღვინის ქარხნებსაც, რა თქმა უნდა, ნედლეული უნდათ. ფაქტიურად ისე გამოვიდა, რომ ღვინის ქარხნებს შეექმნათ კარგი სანედლეულო ბაზა და უკვე ისინი ადგენენ რეალურად ფას, არ იყიდის საერთოდ და ნუ რაც სადაც გინდა იქ წაიღე და ეს იძულებულია გლეხი რომ ისევ ლარად ჩააბაროს და ლარი იყო წელს ფასი ლარი და 20 ლარი უხარისხო. ხო, მე შიგნით აი ეს ადრე იყო რაღაც სპეციალური მიკროზონები, რომ აი ამ მიკროზონის ყურძენია განსაკუთრებული. ეს თემაც არეულია და გაჩნდა იქ გარკვეული ჯგუფი. დააკვირდით ახლა რასაც ვიტყვი, გარკვეული ჯგუფები, რომლებმაც ეს ყველაფერი სპირტისთვის შექმნეს, ესე ვთქვათ, სპირტად ჭირდებათ და სპირტის ბიზნესი შეიქმნა. ეს საკმაოდ მოთხოვნადია. ოღონდ სახელმწიფოს თხოვენ, რომ გარკვეული ფასი დაადგინოს, სუბსიდიაც გადაიხადოს და საბოლოო ჯამში გლეხი ისევ იმ ადგილას ტრიალებს, სადაც ტრიალებდა, სახელმწიფო ამხელა ფულს ისვრის და ფულს იგებს მესპირტე. ეხლა წელს ორიგინალური რაღაცა მოიფიქრეს, წელს ყველაფერი არა საწარმოებზე გაანაწილეს, არამედ მიცეს სახელმწიფო კომპანიას. მთელი ეს დიდი ყურძნის მარაგი არის სახელმწიფო კომპანიაში მიტანილი ძალიან დიდი რაოდენობით, ეხლა ვაზუსტებ მე საბოლოო ჯამში რამდენი მიიღოს. მე ესენი იღებენ, ეს იღებს ეხლა ამ ესე ვთქვათ თანხობრივ სუბსიდიას და არა უკვე ქარხნები, ეს ეხლა დაიწყებს ტენდერებზე ამ ღვინო მასალის გაყიდვას, ჩააგდებენ მოლაპარაკებით ერთ ტენდერს მეორეს და ნახევარ ფასად ან მეოთხედ ფასად ეს ღვინის ქარხნები იყიდიან ამ ღვინო მასალებს. მოკლედ, მთელი ყურადღება მიმართულია საწარმოებმა, როგორ იშოვონ და მოიგონ ფული. და ის მევენახე, რომელიც ისევ ერთ ადგილას ტრიალებს და მისი ესე ვთქვათ შემოსავალი კლებულობს, ამაზე რეალურად არავინ არ ამახვილებს ყურადღებას. ამ დროს თავიდან იყო ჩაფიქრებული, რომ უნდა გაკეთებულიყო მცირე მარნები და ყველა მცირე მარანს, რაც კი მოესწრო და რაც კი გაკეთდა, ხო, ძალიან ბევრი ყიდის ევროპაში, ძალიან ბევრი აკეთებს ძალიან მაღალი ხარისხის ღვინოს, ძალიან ბევრი აკეთებს ბიო ღვინოსაც არის რამოდენიმე ესეთი მეღვინე. მოკლედ, მაგ ნაწილში შესაძლებლობა და კრეატიულობა არის, ოღონდ მე ვენახე რომ მოიყვან ამას, შენ თვითონ უნდა დაწურო, შენ თვითონ უნდა მიცე, ესე ვთქვათ, სწორი გზა და მიმართულება და შენ თვითონ მოძებნო ბაზარი, რომ რაღაცა მოიგო. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ახლა თქვენ დაგიხასიათა, ესე ვთქვათ, კითხვა ვინც დასვა, ზუსტად ეგ მომენტია, რომ შენ ესე გააქვს ეს ვენახი, ძალიან ბევრი ცდილობს, რომ უკვე გაყიდოს კაი ფასად, ახლა არავის არ ემეტება, რომ ისე გადააგდოს, მაგრამ როიცოდეთ აი ამასაც ხელს უწყობენ, რომ ღვინის ქარხანა ჩაიგდოს ხელში, თქვათ, რამოდენიმე ადამიანის ვენახი. შეიძლება ეკონომიკური თვალსაზრისით, ბიზნესის თვალსაზრისით და ეფექტიანობის თვალსაზრისით ეს ცუდი არ არის, მაგრამ რეალურად გამოვა, რომ იქ რო ადამიანი ვენახს გაყიდის და შემოსავლის გარეშე დარჩება, ის ადამიანი იქიდან აიკრავს გუდანაბადს და წავა, ხო? რაკნას მაშინ თბილისი იმიტომ გახდა თავკომბალა, რომ რაიონში უბრალოდ გლეხის საქმე აღარ არის. არასწორი, მიდგომით ხდება გამოგდება რეალურად ამ მევენახის და ფერმერის. ამ დროს შესაძლებელია, რომ ორი გზა მოიძებნოს, იყოს აი ესეთი მცირე მარნების თემა და ან იყოს აი ესეთი კლასტერული ან კოოპერაციული ან რამოდენიმე ადამიანი ერთად შეიკრიბოს და თვითონ გააკეთონ ეს ყველაფერი
და მეტი ინკლუზიურობა იქნება, მეტი შემოსავალი იქნება და სახელმწიფოს მოთხოვონ ზუსტად აი ესეთი მარნის, ზუსტად აი ესეთი გასტრონომიული, ასე ვთქვათ, ტურიზმის განვითარება და მოაწყოს ეს რამოდენიმე არა გათითოკაცებულმა, არამედ რამოდენიმე. თუ ეს ხალხი გათითოკაცებული იქნებიან, ესე ნელ-ნელად დაიპყრობს ეს ღვინის ქარხნები, ასე ვთქვათ, მათ ვენახებს და ნელ-ნელა გადავა მათ ხელში. ეს ტენდენცია აქაც რაც უფრო ღრმად მიდიხარ, რაც უფრო შინაარსიანად სწავლობ, იმდენი სიმახინჯე ვარდება, რომ შეიძლება ადამიანს გული გაუსკდეს და ჩვენ გონია რომ ეხლა მაგაში კარგად თუ ვართ და რეალურად კარგად თუ დაუკვირდებით, გაყიდვებში წინ ვერ მივდივართ, ეს არეალი ძვირი ბაზრებისკენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. ხარისხის კონტროლიც ბოლო პერიოდში აბსოლუტურად არ არის მისაღები და ძალიან ბევრი ადამიანი ამაზე საუბრობს. ქიმიის ბრალი ხო არ არის? შეიძლება ეს ქიმიაც გასაკონტროლებელია, ეს ტექნიკური რუკებიც როგორ მოქმედებენ, როგორ უვლიან, ესეც გასაკონტროლებელია. მე როდესაც მოგოჩა 10 წლის წინ ქიმია შემოდიოდა გერმანული BASF-ი, თქვენ ყველაზე კარგად იცით და BASF-ის კატეგორიის 2-3 წარმომადგენელი იყო. მე მგონი BASF-ი თავად გერმანულია ხო, თუ არ მეშლება და იყო კიდე მე მგონი ჰოლანდიური. და ეხლა ამბობენ რომ გადავსებული არისო, მოდი ესე ვთქვათ, აღმოსავლეთის ქვეყნების წარმოება, ალბათ ჩინურსაც გულისხმობენ და თურქულია. რაცო წევსო პროდუქციის ხარისხს დაბალს და მე გამოჩნდებიან ონიშინკოები და ასე შემდეგ და იტყვიან რომ ამ ღვინოში ეს არის ჭარბად, ეს აკლია და ასე შემდეგ. კი ბატონო, კიდევ ერთი რომ ვიცოდეთ ჩვენ თუ ხარისხს არ მივაქციეთ ყურადღება, სხვათა შორის სპირტმა გადაუსწრო სპირტის მოცულობამ, ღვინის მოცულობას და მე ღვინის ეროვნულ სააგენტოს უკვე დავარქვი სპირტის ეროვნული სააგენტო. ეს მათი მეცადინეობით მოხდა ესეთი, ესე ვთქვათ, გარღვევა რომ სპირტმა აჯობა ღვინოს. თქვენ რო იცოდეთ, ყველაზე ჩვენთვის კარგი ბაზარი, ასე ვთქვათ, და ტრადიციული ბაზარი რუსეთიც ძალიან აქტიურად მუშაობს. ძალიან აქტიურად მიდის გაშენება. მომატებულია რაოდენობა ღვინის თვითონ რუსეთში. არის შექმნილი ასოციაცია, რომელიც ითხოვს უკვე დაცვას ბაზრის. ეს ბაზარი რეალურად ჩათვალეთ, რომ ჯერ ყველასთვის გაიზარდა აქციზი, რუსებმა რაც ფული ჩადეს, ეხლა ამაში ჩათვალეს, რომ აქციზით უნდა მიიღოს სახელმწიფომ უფრო მეტი. თვითონ იმპორტისთვისაც და წარმოებისთვისაც გაზარდეს აქციზი და ამის პარალელურად არამეგობარ ქვეყნებში 20%-ით საბაჟო გადასახადით გაზარდეს. ესე იგი, რუსეთი იცავს თავს, უკვე დაიწყო ეს პროცესი, გაჭირდება რუსეთის ბაზარზე შესვლაც. ამიტომ აი მოძებნა მართლა ისეთი ბაზრის, რომელიც ჯერ ხარისხს დასვავშენ, აი როგორც გააკეთა რამოდენიმე კარგმა მეღვინემ, რომლებიც აი ერთი შვიცი ზუსტად რო შვეიცარიაში ყიდის, სულ ორი წერტილი აქვს, სასტუმრო და ერთ-ერთი სუპერმარკეტი. მცირე რაოდენობა აქვს, მაგრამ ზუსტად მოძებნილი ყავს, ასე ვთქვათ, ყიდველი. ვიღაცა ყიდის ნორვეგიაში, ვიღაცა ყიდის ჰოლანდიაში, ვიღაცა აგზავნის ამერიკაშიც ამ ღვინოს. თუმცა ეს არის მართლა განსაკუთრებული ხარისხი. მე იმის თქმა მინდა, რომ ამ ეტაპზე რუსებმა დაგზოგეს ჩვენ და არც მეგობრულში შეგვიყვანეს და არც არამეგობრულში და ავწდით ჩვენი 20%-იან გადასახადს, თუმცა იტალიელები, ფრანგები, ესპანელები დაიბეგრებიან უკვე ამ დამატებითი გადასახადით. სამომავლოდ ჩვენ თუ არ გავაკეთეთ აქცენტი ხარისხზე, თუ ჩვენ არ გქონდა აი რაღაცა ისეთი გამორჩეული მიკროზონული ნიშური პროდუქცია და ესე არ წავედით, ჩვენ საერთოდ გავიკარგებით ამ სივრცეში, იმიტომ რომ ანალოგიურად ჩინეთი ცდილობს, რომ იქაც გააშენონ და სამხრეთ ამერიკა ძალიან ბევრი, ავსტრალია და მოკლედ ისე იაფად აკეთებენ და ისე იაფად ყიდიან ესენი, რომ ჩვენ მაგ იაფ რეჟიმში ხო კონკურენციას ვეღარ უწევთ. აი აქ არგენტინული ღვინო იყიდება ნიუ-იორკში. ქართული, ხარისხიანი ქართული უფრო ძვირი არის. მაგრამ ის არგენტინული ღვინო, აი მალბეკი მაგალითად, ხო, ძალიან ხარისხიანია, ყველა აღნიშნავს. რის ხარჯზე? ჩილე, არგენტინა საკმაოდ ხარისხიანია და დაბალი ფასია. აი ხო, გასაკვირია.
კი. ხო, ჩვენ ღვინის ქარხნებს აი თუ იმას მევენახეებს დაუწიეს ეს ისა მადა და მაინც იმას აძლევენ, ხო, ჩვენ მეღვინეებს არა დიდი მადა აქვთ და საკმაოდ მაღალ ფასად უნდათ რომ გაიყიდოს და თუმცა ხშირ შემთხვევაში ხარისხი ვერ ემთხვევა ხოლმე და ეგ აი ცუდი თქვენ არ თვითონ არის რომ ძვირად ყიდიან, უბრალოდ მე მაგალითისთვის მოვიყვანე რომ სახელმწიფოს ხარდაჭერა არ ვიცი როგორ უნდა. შეიძლება რომ სუბსიდირებამ გადაწყვიტოს რიგი პრობლემები თუ სუბსიდირება ეს წარსული სისტემის ცუდი გადმონაშთია და ნახეთ სუბსიდირებით ნიკა სუბსიდირებით სარგებლობს ახლა ფაქტიურად მეღვინეები და არა მევენახეები. აი ხო, იმიტომ რომ მაგას გულისხმობ, ხო. ხო, რაც გინდა გააკეთო ახლა ლარზე ნაკლები ყურძენი არანაირად არ უნდა ღირდეს, ხო? თუნდაც სხვა რეგიონები რო ავიღოთ, მაგალითად, იგივე თქვა ბოლნისი, რომელიც სუბსიდიას არ იღებს, ქვემო ქართლი, ხო? იქ ლარნახევრიდან 2 ლარამდე ღირდა ყურძენი, კაცითელი ისედაც. და კახეთში ესე იგი სუბსიდიით კიდე სახელმწიფოს გაცემული ფულებით ლარი და 20 ჩაბარდა კაცითელი, ხო? ესე იგი რა გამოდის რომ მევენახე ისე ვიქაყავს გაჩერებული და ამ სუბსიდიით 100 მილიონია დახარჯული. 100 მილიონია დახარჯული მარტო კახეთში და რაჭაში. ამ სუბსიდიით სარგებლობს ქარხანა, წარმოებელი. და კიდე რა სუბსიდია შეიძლება მიცე ახლა რომელი თან არ დაგავიწყდეთ რომ ამის პარალელურად კიდევ ღვინის ეროვნული სააგენტო ფაქტიურად ყოველ წელს ათეულობით მილიონს ხარჯავს სხვადასხვა გამოფენებზე და ამ ღვინის ქარხნებს ფაქტიურად უფასოდ აქვთ ეს სარეკლამო გამოფენები და ამასაც ეფექტიანად ვერ იყენებენ. და რა არის აქ გასაკეთებელი კიდევ ერთხელ ვიძახი რომ სერიოზულად არის ხარისხი ასამაღლებელი, სერიოზული არის სამუშაო ამ ტექნოლოგიურ რუკებზე, სერიოზული უნდა იყოს სერტიფიცირების სისტემა, მიკვლევადობის სისტემა და ცნობადობა ძალიან რთულია ღვინის, ესე ვთქვათ, ადამიანი რო არის მიჩვეული ვთქვათ ერთ იმას ეს იტალიელები და ისე შეიძლება ვიღაცამ გასინჯოს, მაგრამ ის რომ ქართულ ღვინოზე დაჯდეს ძალიან რთულია, ამიტომ ის ტრადიციული ბაზრები იქ არის საბრძოლი. იგივე რუსეთში ჩვენ შეგვიძლია 2-ჯერ, 3-ჯერ კი არა 10-ჯერ მეტი გავყიდოთ ეხლა. მაგრამ საერთოდ არ ვიღებთ მონაწილეობას არანაირ აქტიურობაში. დაახლოებით შარშან წინ დეკემბერში იყო სერიოზული ღონისძიება, გამოფენა 25-მდე კომპანია იყო ჩასული რომ თავისი ღვინო და კონიაკი და ეს მასალები წარედგინათ, არის ესეთი დიდი ქსელი X5, რომელიც რამოდენიმე მაღაზიებს აერთიანებს და ამ ღონისძიებას მეც დავესწარი, იქ მომიწია სიტყვაშიც გამოსვლაც, იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, ყველაფერი, მაგრამ მეღვინეებმა რა ის დანაბარები ჩამოიტანეს უკან, იცით, ზუსტად წინა დღეს გამოვიდა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი და თქვა, რომ ჩვენო 79%-ო ექსპორტისო გვაქვსო რუსეთშიო და ესო უნდა დავიდეს 24%-ამდე. ესე იგი ჩვენ ხო თვითონ ვაცხადებთ რომ ეს არა რუსულმა რატო უნდა გავყიდოთ ეხლა რატო უნდა დავალევინოთო და 24%-ამდე დავიყვანოთო. აი ლოგიკა მითხარით ეს მეღვინეები გაგიჟებულები იყვნენ, კაც ფული დავხარჯეთ ჩამოვედით აქ სააგენტოს თავმჯდომარედ ვინ დანიშნა ეს არჩევითი თანამდებობაა? არა არის არჩევითი თანამდებობა, ყველა ამ თანამდებობაზე ძირითადად ნიშნავს ჩვენთვის კარგად ნაცნობი გაბატონებული კლანი. ეს დანიშნულია ჯერ კიდევ ლევან დავითაშვილის მინისტრობის დროს და ასრულებს გარკვეული ჯგუფების, ესე ვთქვათ, დავალებას მუდმივად. ეს ხალხი თქვენ სწორედ აღნიშნეთ და სწორი კითხვა დასვით, რომ რამდენად დამოუკიდებლები არიანო და არ არიან დამოუკიდებლები და თან ნახეთ, აი მუდმივად არის ხოლმე იქ რაღაცა მიკერძოებულობის, კორუფციის, გახსოვთ თქვენ ტრაქტორების ამბავი 2 თუ 3 თვის წინ USAID-ში ნამუშევარი, აი ავღანეთის მისიაში ნამუშევარი კაცი დანიშნეს პროექტების სააგენტოსი, აი სოფლის განვითარების სააგენტო, სადაც ეს დანერგე მომავალია და ტექნიკა და ყველაფერი სადაც არის პროგრამები და იქ რამოდენიმე კაცი დაიჭირეს აი ამ უკვე ახალი ტრაქტორების თემაზე, იქ 5 მილიონიანი თუ 6 მილიონიანი პროექტია და იქ რაღაც ყალბი კომპანიებს აკეთებდნენ. მე ისიც კი ვთქვი რომ ამოიღეთ მეთქი ჩემი გადაცემა 2019-ში და 20 წელს მაშინ ვითხოვდი როცა დაუშვეს ეს პროგრამა რომ უკვე თავიანთი თავზე მორგებული. ამას გარკვეული ჯგუფები ხელმძღვანელობენ.
ჩვენ ქონდა საუბარი რამოდენიმეჯერ გადაცემებშიც და მე კატეგორიულად ვთხოვდი რომ ჩადით ბოლომდე, ჩაყევით ბოლომდე ამ პროცესს. ის ადამიანი რომელიც 3 თვის დანიშნული იყო, მოუწია იმას გადადგომა, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ მისი ძმა იყო იქ უკვე თანამშრომელი და მუშაობდა. მოკლედ, აი რაღაცა ერთი ოჯახური კლანს გავს თვითონ ეს ყველაფერი, მაგრამ ოჯახურია თუ სამეგობრო კლანია თუ ამ თემაში დაკავშირებული ადამიანების კლანია, ამ კლანის ესე ვთქვათ გავლენა არ მცირდება. მთელი ეს USAID-ის პროგრამები დაიხურა და ეს ხალხი გადმოჯდა ეხლა და სამინისტროში არიან. USAID-ში გაჭაღარავებული ხალხი დღეს სამინისტროში ხელმძღვანელებად მუშაობს. აი იმიტომ დავიწყე რომ USAID, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური ფონია ხო ფაქტობრივად ყველაფრის და ხო აღარ არის, მაგრამ აი მე მაგალითად ძალიან მინდა რომ ვერიდები ეხლა ესეთი ტიპის აქტიურობას, მაგრამ ძალიან მინდა რომ თვითონ ამერიკულმა მხარემ როცა დაიწყო საუბარი რომ რაღაცებს ისე არაკეთებდნენ თურმეო და ეს ამერიკაში ესე ვთქვათ გაჟღერდა და არა საქართველოში დაიწყო, რომ ეხლა იქნებ საქართველოში მოიკითხონ რომ ამდენი წლის განმავლობაში ეს ხალხი რომ მუშაობდა, რა შედეგი დადო. სადა გვაქვს შედეგი, როგორ არჩევდნენ პროგრამებს, როგორ არჩევდნენ ბენეფიციარებს, როგორ მუშაობდა ეს ყველაფერი, რამდენად სწორედ იყო შერჩეული, თუ არის ანგარიშები გაკეთებული, წასაკითხია ეს ანგარიშები, როგორი იყო ხარჯების კლასიფიკაცია და ასე შემდეგ, ყველაფერი საინტერესოა, ხო? აი ყველაფერი ჩაკეტილია რა. ყველაფერი ჩაკეტილია აბსოლუტურად. ესე იგი, წეგან ვახსენე იმას ხელოვნურ ინტელექტს ეგ კითხვას აძლევ, მიყვები ამ პროცესში, რომ აი იქნება აქ იყოს, იქნება იქ იყოს და დავტანჯე, ესე იგი 10 თუ 12 კითხვით ვერაფრით ვერ ბოდიშებს იხდი და რომ წყაროები არ არსებობს, არც ქართულად, არც ინგლისურად, არც სხვა ენაზე კიდე. ჩაკეტილი ინფორმაციები. ბატონ გოჩა, ეს რაც შეეხება მეღვინეობა, მევენახეობას. ასევე იყო კითხვები, რომ სერიოზული ცდომილება ხოლმე აუქციონზე გასვლა ყველას არ შეუძლია, მაგრამ როცა განაცხადებს ნახულობენ, აი მაგალითად, ასე იგი, ყვარლის მიდამოებში კონკრეტული მაგალითი იყო, ასე იგი, სადღაც გექტარი ჯდება 15,000-დან. და შემდეგ როცა ცხადდება აუქციონი, რაღაცა დონემდე მიდის და მერე ან შეიძლება გაითიშოს რა შეჩერდეს, ან რიგი მიზეზების გამო გადაიდოს და ასე შემდეგ. მერე ამ აუქციონს უკეთებენ upgrade-ს და upgrade-ზე ყველა ვერ შედის. შეიძლება თარიღიც არ იყოს გამოცხადებული და მერე ნახულობენ დაინტერესებული პირი, ვინც დაუშვათ 2-3 თვის წინ მონაწილეობდა ამ აუქციონში, რომ იგივე $15,000 მე პირობითად ვამბობ, მე ვიცი რომ უფრო ძვირიღის კახეთში მიწევი, გექტარს გულისხმობ. გაყიდული არის $5,000, $7,000 და რაღაცა და აი ამ შემთხვევაში ამ მანკიერ წრეს რა ეშველება თუ დღემდე კიდე არის, იმიტომ რომ ეს კონკრეტული ხალხის კონკრეტული ფაქტებია, იმიტომ მე არ ვიცი, მე 10 წელი საქართველოში ავყოფილვარ, მაგრამ აი ხალხს აინტერესებს და თქვენ თუ გაქვთ რამე პასუხი. კი ბატონო, რა მოჯადოვებული წრე არის ეს? ნახეთ, მე პრემიერს მივმართავ ხოლმე, რომ მას აქვს მორალური უპირატესობა სხვებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ არ არის შემჩნეული თქვათ რაღაცა ესეთ კორუფციულ მაიმუნობებში და რახამ ეს პროცესი დაიწყო, აი ბოლო გადაცემაში მე ვახსენე, რომ ამის გაჩერება არ შეიძლება. ჩვენ უნდა ყველა მიმართულებით ჩავიდეთ სიღრმეებამდე და ყველა ადამიანს უნდა გავაგებინოთ, რომ თუ გვინდა ქვეყანა შევქმნათ, განვავითაროთ, არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა დაუშვათ აი ესეთი ტიპის მაიმუნობები იმის დავალებით, ამის დავალებით, იმიტომ რომ ეს არის დამანგრეველი. ნახეთ, წეგან ის ტრაქტორების ის რო ვახსენე,
კორუფციული ამბავი და დააკავეს თქო ხალხი. მაშინ იმ 19-20 წლიდან როგორ დაიწყეს იცით მაიმუნობა? რასაც თქვენ ამბობთ, ესე იგი დაშვება იყო, ჯერ იყო განაცხადების მიღება, ვინ მალე დაწერდა ამ განაცხადებს, გამზადებული ყავდათ ეს თავისი ხალხი და პირველი განაცხადები მათი შედიოდა და ისინი პირველ წელს ესე შეავსეს. შემდეგ თქვენს რომ არაო ეხლა ელექტრონული იმას გავაკეთებთო, აი მაშინ რაღაცა ისე არ გამოვიდა. მე ამ ელექტრონულში ზუსტად ისე იჭედებოდა და მე საბოლოო ჯამში სადამდე მივიდნენ იცით რომ თვითონ არეგისტრირებდნენ კომპანიებს რომ დაიჭირეს ეს ამით დაიჭირეს რამოდენიმე კომპანიას არეგისტრირებდნენ და ესენი იგებდნენ და მე ესენი რო იგებდნენ მე ესენი ხდებოდნენ მე ვიღაცეებთან საქმეების გამრჩევები და მოვაჭრეები და ატკატები და მთელი ამბები და მაიმუნობები ანალოგიურად მიწის თემაშიც ბატონ გოჩა ატკატი მავატიეთ ამ სლენგისთვის მაგრამ ატკატის არსებობის ეჭვს ის აჩენს რომ ეხლა საბაზრო ღირებულება რო $15-დან $20,000 არის და ოფიციალურ განაცხადში რომ $5,000 წერია ხო ყველასთვის გასაგებია რომ ქეშზე არის ხო რაღაცა გაცემული რა თქმა უნდა ესა ნიკა ნახეთ ჩვენ ეხლა საქართველოში ქართველები ვართ ხალხი რომლებიც ესე ვთქვათ დიდი წრე მეგობრები ურთიერთობა ბევრი საუბარი რაღაც გულღია საუბარის და ასე შემდეგ ხო აი მე რო ვახსენე რომ პირველად პროექტი დავწერე და 69 ქულა დამიწერეს თქო და გააჩერეს ის პროექტი და მე როგორც აღმოჩნდა ვიღაცებს დაებადათ კითხვა რომ როგორ გაჩერდა ეს პროექტი და როგორ მიიღო სხვებმა ხო ზუსტად იქ ჩემ მიერ გაცემული ესე ვთქვათ თავის დროზე მიწები, იმიტომ რომ მე ბოლნისში გამგებელი როცა ვიყავი, ეგ იყო ის პერიოდი. იქ ვიღაცეებს ჰქონდათ ასე ვთქვათ მიწები, რომლებმაც ესე მოილაპარაკეს, მოკლედ ორი აღმოვაჩინე იმ მომენტშივე ადამიანი, რომლებმაც ჩვეულებრივად რა ჩემთან ვერაფერს ვერ დამალავდნენ, მოყვნენ როგორ რამდენი გადაახტევინეს, როგორ გადაიხადეს ერთ-ერთმა დროზე ადრე გაყიდა მე ის კარტოფილის სათესი რაც გამოუვიდა საჩუქრად და როგორ ყიდი მეთქი გეწერა 5 წელი არ შეიძლება და რა არაო კაცო იმდე მე ორჯერ გამომართვესო ფულიო და ეს ხო საქართველოა აქ ხო ყველა ლაპარაკობს არიმალება კი ეს ყველა არაფერი არიმალება იგივე ეს ტრაქტორების თემა რო იყო ხო 2013 წელს ეხლა მთელი თბილისი ლაპარაკობდა როგორ დაიბლოკა თქვა მოიგო ზეტორმა ჟიგულმა მოუგო მერსედეს დაახლოებით ესე რომ წარმოვიდგინოთ გერმანულ და ჰოლანდიურ ისინი ხო არ გაჩერდებოდნენ ქვეყანა ხალხს იცნობდნენ ლაპარაკობდნენ რომ რაღაცას ესენი მაიმუნობენ მე ამათ მოусმინეს მე ის დაიბარეს მე იმის აქ არაფერი არ დაიმალება ეს ტრაქტორების ეხლა ბოლო თემაც იმიტომ გასკდა რომ აქაც იყო ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანი და ყველა იძახდა რომ ნახეთ რა შეამოწმეთ ეს უყოლაფერი ერთ-ერთი ხელმძღვანელი სხვათა შორის მოდულში დაიბარეს და იქიდანვე გაუშვეს უბრალოდ არ იყო ალბათ პოლიტიკური ნება რომ ესეთი ამბავი აეტეხა და ეხლა ოფიციალურად რამოდენიმე ადამიანი დაიჭირეს რამოდენიმე თვის წინ ხო ეს ამბები რომ ასე ვთქვათ ჩართულია ხალხი ესეთ მაიმუნობაში ეს ფაქტია. ეხლა რა შეეხება აი რა შეიძლება და როგორ შეიძლება მე იმედი მაქვს რომ ეხლა უკვე ცოტა გაუჭირდებათ ეკონომიკის სამინისტროს ესეთი ფორმით ესე ვთქვათ მიწების გამოტანა და ესე გაყიდვა მაგრამ რა არიცით მე მაინც მინდა ურჩიო რომ ის რა მიწებით სასოფლო სამეურნეო მიწებით იყო ნორმალური, კარგი და შედეგის მომტანი ეს რეალურად გამოტანილიც არის, გასხვისებულიც არის თავის დროზე როცა იჯარებზე გაიცა ფაქტიურად დარჩა გამოსასყიდი მხოლოდ და მხოლოდ ისეთი მიწები რომლებიც არ ჩათვალეს იმ იჯარაზე ვისაც ჰქონდა რომ ეს ამის იმათ პირველი გამოსყიდვის უფლება ჰქონდა ძალიან ბევრმა დატოვა ეს მიწები ამიტომ ხშირად არის ხოლმე აი ამ იაგო ხვიჩია მიცის ხოლმე რომ აი ამდენი მიწა არის და სახელმწიფოს ხელში ისიც არიციან რომ ის არის ძირითადად საძოვარი სახნავი მიწა ფაქტიურად აღარ არის ის არის ძირითადად საძოვარი და თან არის ზამთრის საძოვარი ბოდიში ზაფხულის საძოვარი მიუვალ ადგილებში მიწის ფონდში ჩანს რომ 2,5 მილიონი თუ 2,600 გექტარია მაგრამ რეალურად საძოვარია ეხლა რო თქვათ მიწები იყოს ბევრი თავისუფალი ფაქტიურად
და კარგი მიწები, ესეთი მიწები ფაქტიურად არ არის. თუმცა ისეთ მდგომარეობაშია თვითონ გლეხი ჩაყენებული, მიწის მეპატრონეები ძალიან ბევრია უკვე მსურველი რომ გაყიდოს. არავის არ უნდა ეხლა რაღაცა მუქთად გადაგდება, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ ვერ ხედავს პერსპექტივას, იმიტომ რომ თვითონ სოფლის მეურნეობა სჭირდება ცოტა უფრო მეტი ფულის ჩადება და ძალიან სერიოზულად მიხედვა. აი რასაც ჩვენ ეხლა თუნდაც მეღვინეობაში ვაყალიბეთ, აი რამდენი რაღაცაა რომ ჯერ ნორმალურ ადგილას უნდა იყიდო, მერე ნორმალური საწყავი სისტემაც უნდა იყოს იქ და ნორმალური მისასვლელი გზები. მერე შესაბამისი პირობები უნდა კონდეს, რომ წაიღო, შეინახო, გადაამუშავო. მერე ტექნოლოგიური რუკა უნდა შექმნა ისეთი, რომ მიიღო მაღალი გემოვნური თვისებები. უნდა გააკონტროლო ნიადაგი, დამოკიდებული ხარ კლიმატზე. სხვადასხვა დაავადებებზე, ეს დაავადებები რო არ შეხვდეს, შენ ისეთი ტექნოლოგიური რუკა უნდა გააკეთო, რომ მცენარის გაძლიერებაზე იფიქრო და არა ის რომ დაავადებას რო აიკიდებს, რომ მერე შეხვიდე. მოკლედ ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხიც არის, ბიოლოგია თუ ქიმია თუ ზოგადად კრეატიული ადამიანები ჭირდება ამ პროცესს. მერე ამ ღვინის დაყენება, მისი დადუღება, მისი სწორე არცად შეცდომა არ უნდა დაუშვა. და ის დრო აღარ არის, როდესაც თქვათ ვიღაცა სადღაც კოლმეურნეობაში მუშაობდა, ტრაქტორს ატრიალებდა, ან რაღაცა მიწაზე მუშაობდა, ან უბრალოდ სხლავდა, ან უბრალოდ კრიფავდა. დღეს თუ გინდა რამეს მიაღწიო, ფაქტიურად რო დაიწყე პირველადი წარმოებიდან, ბოლოში უნდა გახვიდე, ბოლო პროდუქტი უნდა შექმნა. ეს მოცემულობაა რეალურად. თუ პირველადი პროდუქტი გინდა, მარტო ვენახი დაკრიფო და ღვინის ქარხანას ჩააბარო, ხო? ნუ ჩააბარებ იმას და მიიღებ კაპიკებს. მერე სხვათა შორის აქაც ერთი სიმახინჯეა, თქვენ რო აიღოთ ეხლა მთელ მსოფლიოში რამდენს იღებენ ჰექტარზე ყურძენს. ყველა შეუძლია 30 ტონად შეუძლიათ მიიღონ, მაგრამ დაშვებული კი არ არის. აქ ჩვენთან მანდაც ქაოსია. აი 8-დან 12 ტონად, ხო? შეზღუდვა აქაც შეზღუდვა არა აქვს. რამდენიც გინდა მოიტან, კაცი არ გეკითხება, რამდენი მიიღე, როგორ მიიღე, რას მაბარებ, როგორ, იმიტომ რომ მესპირტეების ესე თქვათ თემა წამოვიდა წინა პლანზე და არა მეღვინეობა. იმიტომ დავარქვი ღვინის ეროვნულ სააგენტოს, სპირტის ეროვნული სააგენტო, რომ მანდაც არ არის აი ეს შეზღუდვა. აქ გონიათ რომ რაც უფრო მიუშვებ ამ პროცესს, რაც უფრო დერეგულაციური იქნება, უკეთესია ბიზნესისთვის და საბოლოო ჯამში უამრავი რამ ფუჭდება. ჩვენ ახლა ყურძენზე და ვენახზე ვლაპარაკობ და მეღვინეობაზე, მაგრამ ყველა მიმართულებით როცა გაიხედავ, ყველგან ხედავ რომ ფუჭდება ეს პროცესი, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავის წესი. იმიტომ ლაპარაკობ ამ თემაზე, რომ ყველაზე აქტუალური ეს არის, ხო? კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, ვისაც ახლა სურს რომ სოფლის მეურნეობაში დაგროვილი კაპიტალი დააბანდოს, არის მეღვინეობა, იმიტომ რომ ყველა უყურებს, რომ რა მაგარია ეს აგროტურიზმი და ახლა ბოსტნეულობაზე და მებაღჩეობაში იმაზე ევროპელ ან რუს ტურისტს ვერ შეიყვან, ხო? ბატონო გოჩა, უნდა აჩვენო როგორ ამოყავს ფელამუში, იქ ბადაგი როგორ თუხთუხებს, ღვინო როგორ უწევება, სპირტი და ასე შემდეგ. იმიტომ არის ამაზე ერთი ამბავი ატეხილი. და იმიტომ არის ეს კითხვები, ზუსტად მე ვენახეობაზე, თორემ კი, არის აგროტურიზმი, ღვინის გზა, ეს ყველაფერი მაინც პერსპექტიული ანალოგიური პრობლემებია, ან ანალოგიური პერსპექტივები თუნდაც იმაში მებაღჩეობაში, ხო? ან მეხილეობაში ალბათ, ხო? კი, რა თქმა უნდა, აი ნახეთ, შვენიერი საზამთროს მოყვანა შეგვიძლია ჩვენ და სულ პრობლემაა ეს საზამთროს მოყვანა. სულ ეს ირანული და თურქული და სხვა ქვეყნებიდან ჩვენი სამხრეთელი მეზობლები გვასწრებენ, მერე ძნელია ამის გაყიდვა. მერე ჩვენებიც მიეჩვენენ იქ ცოტა მაიმუნობას ამ ქიმიის, ეძახიან ეს არის გასაყიდი საზამთრო, ეს არის ოჯახის საზამთრო. იმ გასაყიდში რასაკეთებენ კაცმა არ იცის, რამდენიც შეამოწმეს წელს ძალიან ბევრ ადგილას იყო შემოწმებული და ფაქტიურად არც ერთი არ იყო ნორმაში. ესეც გარკვეულწილად აი ამ ქაოსის ბრალია. მოკლედ მე მინდა რომ ჩვენი გულშემატკივრები და ადამიანები, ვისაც სოფლის მეურნეობა აინტერესებდეს, ყველა ერთად გავხდეთ აი იმ ესე თქვათ ახალი პოლიტიკური პლატფორმის გულშემატკივრები, სადაც ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვლება ქვეყანაში და მეკითხაც რომ მალე შეიცვლება. ბატონ გოჩა, ეხლა რომ თლად იმედი არ გადაუწუროთ ამ კრიტიკული კითხვების გამო და ამ კრიტიკული კითხვებზე კომენტარებით. ჩვენ როგორც ვაწყობთ აქ ახლა მართლ გუნდში სერიოზული ცვლილებებია და როგორც თქვენ ბრძანეთ პრემიერ-მინისტრი არის მე მგონი ყველაზე
ყველაზე თავისუფალი, მოდი ასე ვთქვათ. და მას შეუძლია რიგი რეფორმების გატარება და ნუ ხა ამას უყურებს იმიგრაციის ის ნაწილი, ვისაც სურს საქართველოში დაბრუნება, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო და მე სამწუხაროდ ეხა მოქმედი ხელისუფლებიდან მით უმეტეს სოფლის მეურნეობიდან ინტერვიუს არავინ არ მოწევს და თქვენ როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი თავისუფალი ვალდებულებების გარეშე, იმიტომ გეკითხებით ამას, თორე ჩვენც ვიცით, რომ რიგი პრობლემები კვლავ გადასაწყვეტია, რიგი პრობლემები შეიძლება დროში გაიწელოს, მაგრამ აი რა შეიძლება რომ ურჩიოთ კონკრეტულ ჩვენს ვიდეოს მაყურებელს. რო ჩამოვა, რა არ გააკეთოს, სულ მინიმუმ, რა გააკეთოს, ეს კიდე სხვა საქმეა. ხო, ნუ პირველ რიგში ალბათ თუ აქვს შესაბამისი მიწა და ან აპირებს რომ იყიდოს მიწა, ჯერ უნდა იფიქროს რას მოიყვანს და სად გაყიდის. სად არის ბაზარი, რა მოთხოვნა აქვს იმ პროდუქციას. არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი, ეს ეხება საწყავი სისტემებს აღმოსავლეთ საქართველოში წყლის გარეშე ძალიან რთულია რაღაცის მოყვანა. შეიძლება ვიღაცამ უთხრას, რომ კი ირწყვება, მაგრამ ნუ წყალი არ მიდიოდეს, ან რთულად მიდიოდეს, ან ძალიან პრობლემატური იყოს. აუცილებლად უნდა გაისინჯოს მიწა, მისი ხარისხი. ძალიან მნიშვნელოვანია მიწის ხარისხი, იმიტომ რომ აღმოსავლეთში გვაქვს, ესე ვთქვათ, მაღალი მჟავიანობით, უფრო ასე ვთქვათ, კარბონატულს ვეძახით და ნეიტრალური არის 6.5 და იქ ადის 7 და 8 არის, რაც უფრო აცტენილია, მოკლედ 6.5-ს ზომიერს, ხო? მით უფრო რთული ხდება მერე იმის მოვლა, იმ სასუქების შეთვისება და ასე შემდეგ. ანალოგიურად დასავლეთ საქართველოშიც არის ძალიან მჟავე ნიადაგები, იქ მაღალი მჟავიანობაა, აქეთ კარბონატულია, ან მაღალ მჟავიანობას მონაცემი პირიქით დაბალია 3-4%-იანი ჩაი რატო იყო თავის დროზე ესე ვთქვათ აქტუალური, იმიტომ რომ ეხლა სადაც 3%-იანი მჟავიანობა იქ ფაქტიურად ვერაფერს ვერ ხარობს. ეხლაც აი ამ თხილებს რო აქვს პრობლემები, ხო, და ზოგ სოკო უჩდება და ზოგის მოსავალი და ეს ძირითადად თხილიცაც ნეიტრალური ნიადაგი უნდა, ოდნავ შეიძლება იყოს თქვა 6 აიტანოს, მაგრამ იქ სადაც ჩაის ადგილას 60%-იან ნიადაგებში გაუშვებ შენ, ხო, ყველა შემთხვევაში ის მოგთხოვს მერე განსაკუთრებულ მოვლას და მუდმივ მოვლას და ძალიან აღარ არის ესეთი მედეგი თქვა სხვადასხვა დაავადებებზე, ესეც პრობლემა არის. მოკლედ ჟავიანობიდან დაწყებული, დამთავრებული თქვა რას შეიცავს თვითონ ეს ნიადაგი, აუცილებლად მნიშვნელოვანია რომ კვლევა იყოს სიღრმისეული, უნდა იცოდე თქვა შრეები, უნდა იცოდე თიხის და სხვა თქვა მინერალების რაოდენობა, კარგად თუ გინდა მოემზადო, ნიადაგი უნდა შეისწავლო. ამის პარალელურად რომელ მიკროზონაში ყიდულობ და რა ტემპერატურული ცვლილებებია თუ შენ ისეთ რუკას მოიპოვებ, რომ გეცოდინება თქვათ, აქ როდის იწყება ყინვები, რა რაოდენობის ნალექები, როდის მოდის, რანაირად მოდის, რა თქმა უნდა, იქვე ადგილზე სწავლობ, რომელი კულტურები მოყავთ და რომელი შეიძლება მოიყვანო კიდე სავარავ, აი რისთვის ყიდულობ, მიწას რო იყიდი, უნდა იცოდეს ზუსტად რისთვის ყიდულობ და ეს ტექნიკური მხარე ნიადაგის კუთხითაც და კლიმატის კუთხითაც აუცილებლად უნდა იყოს, ესე ვთქვათ, შესწავლილი. აუცილებლად უნდა გაარკვიო ვიმეორებ კიდე მელიორაციის საკითხი, რომ ის მელიორაცია შენ როცა გჭირდება ინტენსიურ ბაღს რო აკეთებ, შენ წყალი უნდა გქონდეს მარტში, აპრილში და არა ვთქვათ ივნისში ან ივლისში ან საერთოდ გაურკვევლად ან გექნება ან არ გექნება, ეგ უკვე დაუშვებელია. ძალიან ბევრს დაემართა ესეთი რაღაც, რომ გააკეთეს ინტენსიური ბაღები და უწყლობა სერიოზული პრობლემა შეუქმნა. მელიორაციის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ როგორი მომენტია, იცით, მე რატო ვცდილობ ეხლა რომ ახალი ხედვები, ახალი მიდგომებია მნიშვნელოვანი და ეს არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ჩემი მიდგომა ითვალისწინებს უფრო მეტად რეგიონების, მუნიციპალიტეტების, სოფელ თემის ჩართულობას და გამოყენებას ამ ნაწილში, იმიტომ რომ ყველა კონკრეტულ ლოკაციაში ჩვენ უნდა სიღრმისეულად შევისწავლოთ პრობლემაც, შესაძლებლობებიც, პოტენციალიც, კონკურენტული შესაძლებლობები იქნება თუ
ახალი კულტურების დარაიონება და ასე შემდეგ. ესე ლოკალურად უნდა იყოს შესწავლილი სხვადასხვა სივრცეებში. თორე ისე რომ ადამიანი მიუშვა, ეს ადამიანი შეიძლება გაგიჟდეს ახლა რომელ კარზე იაროს, როგორ იაროს, აი ესე ვერტიკალში უნდა იყოს აწყობილი ადამიანი, რომ მოდის იქიდან, იქ უნდა დახვდეს სიტყვაზე გოჩა იქნება, ნიკა იქნება თუ ნებისმიერი და ის უნდა ეუბნებოდეს, რომ აი როგორც მიღებულია, რომ აი მე გთავაზობ აი ამ პაკეტს. აი ეს არის ისე რომ ადამიანი გამოუშვა და იაროს ხუთ ადგილას და ვერ გაერკვიოს ვერაფერში, ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში, რომ თვითონ იციან, ბიზნესმა იცის და საბოლოო ჯამში რა გამოვიდა, იცი მსხვილი ბიზნესი ეპოტინება ყველგან, ეს ხალხი დაბნეულია, გაფანტულია და უცხოეთში გაიქცა, გამოვდევნეთ ამ სოფლიდან ხალხი და გავაქციეთ და რეალურად ეს დიდი ბიზნესმა იცის ყველაფერი, ესენი მაინც ახერხებენ რაღაცას, მაინც შოულობენ თავის საშობს, მაგრამ რეალურად ჩვენ გვექნება დემოგრაფიული პრობლემები, ჩვენ გაგვირბის ხალხი, ჩვენ ვერ ვქნით ინკლუზიურ ეკონომიკას, ვერ ვასაქმებთ ადამიანებს. ეს მომენტი გასათვალისწინებელია აუცილებლად. მე არა ვარ მომხრე, რომ ჩვენ რაღაც სოციალური სოფლის მეურნეობა შევქმნათ. არა, უნდა იყოს მოგებაზე ორიენტირებული, ოღონდ ჩვენ უნდა სისტემურად და სტრუქტურულად დაულაგოთ ამ ადამიანებს, ვისაც სოფელში ცხოვრება და შრომა უნდა 21 საუკუნეში მართლაც სასიამოვნოა, იმიტომ რომ აღარ არის თქვა გზაც არის, ინტერნეტიც არის, რეალურად ყველაფერია. საქართველო ასე ვთქვათ გამოვიდა იმ მძიმე სიტუაციიდან, როდესაც უგზობა და უდენობა და ასე შემდეგ. შენ ვერ იგზნობ ახლა თქვა ქალაქში ხარ თუ რაიონში ხარ, შენი სამუშაო გაქვს, ძალიან ბევრი ადამიანი უკვე მართლა ოცნებობს, რომ აი სადღაცა ვიყო ჩემი ის მქონდეს და მე თავის საკუთარ ბაღებში მოკრეფილი, მე მაგალითად ვინმესთან სტუმრად რო ჩავდივარ და ესეთი პატარა თავისი ეზო აქვს და იმ ეზოში ხეხილია, ხო აუცილებლად თუ რა თქმა უნდა შესაძლებელია ვსინჯავ იმას, იმიტომ რომ იმ საერთოდ სხვა გემო აქვს და იმ ინტენსიურ ბაღებში მოწეულ საერთოდ სხვა გემო აქვს, ხო? ადამიანებს ნამდვილად უნდათ რომ ნორმალური ხაერი ხო თბილისში რეალურად აღარ იცხოვრება, ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ ნუ არ ვიცი. ჯერ საცობებში დგას ნახევარი დღე მთელი ქალაქი. და სულ თქვა არ შეიძლება. ეკოლოგიურად ძალიან გამონაბოლქვი ხო ეს გამონაბოლქვი ძალით ისედაც ნუ აი რაღაც ბეტონის და გამონაბოლქვის იმაში ვართ. ეხლა უმძიმესია და სოფლად მშვენიერია, როგორც კი გადიხარ ქალაქიდან, ხო, მაშინვე გძნობ განსხვავებას. და კიდევ ერთხელ ვიძახი, არ არის პრობლემა შენ ქალაქში ვაზისუბანში ცხოვრობ თუ სიტყვაზე რომელიღაცა კახეთის სოფელში შეიძლება 15-20 წუთი იყოს განსხვავება იმისი რომ მოხვდე თბილისის ცენტრში. გზები არის ხოთაშორის კახეთშიც კეთდება ეხლა და ნელ-ნელა ემატება ნორმალური ტრასები, აქ გორში რომ საათზე მეტი ჭირდებოდა და წვალებით ჩადიოდი, ეხლა ნახევარი საათია, მართალია შემოსასვლელებში უკვე ეს არ არის გათვალისწინებული ეთყობა, დიდი ნაკადები მოდის და გორიდან შეიძლება ჩამოხვიდე მცხეთაში 20-25 წუთში და მე 1 საათი იდგე მცხეთიდან თბილისამდე შიგნით ვერ შემოდიოდე. მოკლედ სოფლად ცხოვრებას დღეს არაფერი არ ჯობია, მით უმეტეს თუ გაქვს შენი ბიზნესი შემოსავალი სწორედ ლამაზად აწყობილი, ეს რჩება მომხიბვლელად, მომხიბვლელია კი ბატონო მეღვინეობაც, მეხილეობაც, მომხიბვლელია სათბური და ამ სათბურის ესე ვთქვათ პროდუქციით, ოღონდ რაღაცა კრიტიკული მასა მაინც უნდა კონდეს, რომ შენ ამ ბაზარსაც მიაწოდო და შეიძლება ჩრდილოეთშიც გაყიდო იმ პერიოდში, როდესაც იქ ესე ვთქვათ ჯერ კიდევ ძალიან ციცივეებია, სეზონურად დაიპყრო. სამუშაო საინტერესოა, სამუშაო კრეატიულია, ჭკვიანი ადამიანები, ვისაც მართლა გულით უნდა რაღაცის გაკეთება, აღწევენ მიზანს, აღწევენ, არის ფრაგმენტულად, აი მართლა წარმატებული ადამიანები, მაგრამ როცა ეს პროცესი მოვა გარკვეულ ესე ვთქვათ, აი სრულ სისტემურ ჰარმონიაში და აღარ გექნება შენ ისეთი პრობლემები, რომელიც ზოგი ტირილამდე მიდის, რომ ვერ გადალახავს ამ იმას. ნუ არ შეიძლება ამის გადალახვა, ერთი ადამიანი და თუნდაც ერთი ესე ვთქვათ მოხელი ამას ვერ წყვიტავს, არის ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც თავიდან ბოლომდე დასალაგებელია და მე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ მუნიციპალიტეტებს უნდა კონდეთ ძალიან სერიოზული აქტორის ფუნქცია, მუნიციპალიტეტები აქტიურად უნდა ჩაერთონ.
ეს ყველაფერი ვიღაცის მოყოლილი არ ვიცი მე 30 წლის წინ ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული და ყველგან სად რა იყო დათესილი იმ რაიონში რომელსაც ხელმძღვანელობდი სულ ზეპირად ვიცოდი და დღესაც ზეპირად ვიცი თქვა ბოლნისში და მარნეულში რომელ სოფელში თუ რომელ მიკროზონაში რომელი კულტურა ითესება ან ირგვება ეს ყველაფერი უნდა იყოს გარკვეულწილად მათი პასუხისგებლობის ქვეშ რომ ცენტრთან ისეთი ჰარმონიული ასე თქვა თანამშრომლობის ფორმატი შექმნან რომ ადამიანებს გაუადვილონ შრომაც, გაუადვილონ წარმოებაც და გაუადვილონ გაყიდვებიც. სახელმწიფოს გარეშე, სახელმწიფოს აქტიური როლის გარეშე ვერავინ ვერასოდეს ვერ მიაღწია, ვერ დამისახელებ დედამიწის ზურგზე სოფლის მეურნეობაში ისეთ განვითარებულ ქვეყანას რომ მოთხოვნა მიწოდებამ დაალაგა X უყველაფერი. ბატონო გოჩა და ბოლოსკენ თქვენ როგორც გამოცდილი სპეციალისტი, როგორც სამინისტროში მომუშავეთ ან მაღალ თანამდებობაზე, იგეგმება თქვენი მხრიდან ან თქვენი თანამოაზრეების მხრიდან დაუშვათ საექსპერტო გუნდის შექმნა, რომელიც აი ახალდარჩეულ მუნიციპალურ ორგანოებთან ურთიერთქმედებაში მოხვალთ ან დაუშვათ დაინტერესებული ხალხის სწორი მიმართულებით გაშვების ან რამე ამ დაგვარი ან საერთოდ საკანონმდებლო ინიციატივით თუ ემზადებით უკვე რომ შეხვიდეთ ან მოქმედ პარლამენტში ან 28 წლისთვის ნახეთ მე კონტაქტი მაქვს დღეს მოქმედ მინისტრთან ქონდა ჩვენ საუბარი რომ მნიშვნელოვანია ნელ-ნელა შეიქმნას ალტერნატიული პლატფორმა მე მქონდა საუბარი რეგიონების მართვის მინისტრთან და იქაც დავაყენე საკითხი რომ რა არის გასაკეთებელი თვითმმართველობის გასაძლიერებლად თვითმმართველობა არ უნდა იყოს რაღაც ბაღის სკოლის და რომელიღაცა კომუნალური პრობლემის მომგვარებელი თვითმმართველი ხელმძღვანელები იქა ძალიან ბევრი ხალხია საკრებულოების დეპუტატები ამხელა მერია და ასე შემდეგ ესენი ყველანი უნდა ფიქრობდნენ იმ კონკრეტული მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე თუ 30 წლის წინ ეს შესაძლებელი იყო მაგრამ გაცილებით მწირი იყო შესაძლებლობები ფინანსური გახსოვთ თქვენ ახლა ის მდგომარეობა იმიტომ რომ ბიუჯეტში ფული მუდმივად დეფიციტი იყო და ამას თავის მიზეზი ჰქონდა იქ აჭარა თქვა თავისი საბაჟო იმითი თვითონ დანარჩენი საბაჟო პუნქტები ძალიან ბევრი ესე თქვა მარცხენა პროდუქციას აწერ მოკლედ ბიუჯეტში ფული ნაკლები იყო ის ფული რო ყოფილიყო მაშინ და ისეთ თემაზე იყო აწყობილი აქტიურობა აი განსაკუთრებით ის პერიოდი როდესაც აი ეს ქაოსი ნელ-ნელა დამთავრდა აი ეს ომის და არეულობის და შიდა დაპირისპირების სადღაც 95, 16, 17 წლიდან მეტნაკლებად ძალიან აქტიური მუშაობა წავიდა და საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის ხალხი მუშაობდა რაიონებში და რეგიონებში და იქიდან ინიშნებოდნენ მინისტრებად, მინისტრის მოადგილეებად, სამსახურების უფროსებად მე ვერ მეტყვით ახლა ისეთ მუნიციპალურ ხელმძღვანელებს, რომლებიც იქიდან პირდაპირ სამინისტროებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. რატომღაც სააკაშვილის პერიოდიდან მოყოლებული ნელ-ნელა რაღაც გაუბრალოვდა. აი ეს თამასად ძალიან დაბლაა ჩამოწეული. ამიტომ ყველა რაიონს უნდა ყავდეს რეალური პატრონი და ეს იცის რეგიონების ახალმა მინისტრმა ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდა, ფიქრობ რომ ყველაფერი გაიგო, თვითონ ძალიან მაყოფილი იყო შეხვედრი და ჩვენც იმედიანად დავცილდით და ველოდები ახლა გარკვეულ ასე ვთქვათ სიახლე ჯერჯერობით რაც მოვისმინეს სიახლე ეს სიახლე მართალი გითხრათ არ მომეწონა ერთ-ერთიო განსაკუთრებული სიახლე იქნებაო რომ ენერგეტიკული ობიექტიო თუ გაკეთდებაო რომელიღაცა სოფელშიო სოფელიო მიიღებსო ქონების გადასახადიდან ნაწილსო ეს იცი რას ნიშნავს რომ მაინც უნდა გადაიხადოს იმან ქონება და ეხლა სოფელს ესე ვთქვათ ამითი რო იტყვიან ჟარგონისთვის ბოდიში კერავენ რომ შენ იქიდან ფულს მიიღებო ხო თუ იმ სოფელს პრობლემა შეექმნება და ეგრეთ წოდებული მდგრადი განვითარების პრინციპები დაირღვევა ხო რა მნიშვნელობა აქვს სოფელი იქიდან მიიღებს თუ შემავსებელ ტრანსფერს და სხვა ფულს მიიღებს ეს არ არის შინაარსობრივად სწორი მიდგომა შინაარსობრივად სწორი მიდგომა თვითონ ბიუჯეტის შემოსავლების აბსოლუტურად სხვანაირად მოწყობა შემავსებელი ტრანსფერის ფორმულის სხვანაირად გაკეთება, სადაც ინიციატივები იქნება. და არა ის რომ ის მე აქ მინდა გესი ავაშენო და ნუ გეშინია შენ კანონში შევიტან იმას რომ შენ რაღაცა ფულს მოგცემენ აქედან. და ამით ვიღაცა ვითომ
იყოს კმაყოფილი. ეს არ არის სწორი ფორმა. მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ეს როგორც ჯერ პოლიტიკური ბატალიები მიდის ამ პოლიტიკური პარტიების და გარკვეულწილად რაღაცეების აკრძალვის თუ რაღაცეების ესე ვთქვათ გადატვირთვის ხელახლა როგორ დამთავრდება ამას ვაკვირდებით და შემდგომში აუცილებლად უნდა შეიცვალოს კაბინეტის მუშაობა, იმიტომ რომ მე არ ვალავ, მე პრემიერს მიმართავ ხოლმე რომ ორი მომენტია მისთვის მნიშვნელოვანი, ერთი არის აი ეს კორუფციული და ამას თვეებია ვამბობ, რაც დაინიშნა იმის მერე ვიძახი რომ მორალური უპირატესობა გაქვთ და მიაქციეთ კორუფციას. კორუფციის ნაწილში როგორც იქნა დაიწყო სრული სვლით მოძრაობა, ეხლა მას ჭირდება მეორე, რასაც სულ ვიძახი, ეს არის საკადრო პოლიტიკა, ეს არის ადამიანები, ვისაც აქვს ანალიტიკური უნარი, ვისაც აქვს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, ვისაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება, ვინც თეორიაში კარგად ერკვევა, მოძებნეთ ესეთი ადამიანები და ესეთმა ადამიანებმა უნდა მართონ დარგებით სამინისტროების და მიმართულებების. წინააღმდეგ შემთხვევაში ის რომ თქვა ადამიანი უბრალოდ სამსახურში მიდის და ერთობა და უკან ბრუნდება და ამ მოცემულობაში როცა ყველაფერი დასალაგებელია, ყველაფერი დასახვეწია, იგივე ამ აგრარულ პოლიტიკაში ყველაფერი დასალაგებელია, იგივე თქვა სურსათის უნებლობის ნაწილში რამდენია სამუშაო, რამდენია პროექტებში სამუშაო, რომ ეს პროექტი პროექტს გავდეს, პროგრამას გავდეს რეალურად და არა ის ორპუნქტიანი რომ მოგცემ ამ ფულს და მე რაც გინდა ის გააკეთე. უამრავი საკეთებელია, მართლა აი ხელდაკაპიცებული უნდა იჯდეს ხალხი და მართლა 24 საათი მუშაობდნენ და რეალურად ეს არათუ არავინ არ მუშაობს, იგრძნობა კი არა, ჩანს, შორიდანაც ჩანს. მე ხო ვიცი კიდე შიგნიდან ვირასაკეთებს, მაგრამ ხალხიც ხედავ შორიდან, რომ ჯერ ეს მუშაობა არ მიდის. აი კარგი სიგნალია კიდევ ერთხელ ეს განათლების რეფორმა, კარგია რომ თვითონ პრემიერმა გააჟღერა და ის არის დაინტერესებული, ეხლა უკვე ნელ-ნელა წავა ალბათ სხვა მიმართულებითაც მუშაობა და მე პირადად და ბევრი ჩემი მეგობარი არ დავაგლებთ ცდას რომ მიუთითოთ რომ ეხლა ეკონომიკური პლატფორმაა შესაძლებელი. იმ ეკონომიკურ ლიბერალიზმში ჩარჩენა დღეს როცა მსოფლიო შეიცვალა, რაც თქვენ წეგან ახსენეთ ეს ანტიდემპინგური კანონი, სავაჭრო ხელშეკრულებები, პირობები, ყველაფერი იცვლება, ყველა ცდილობს დღევანდელ ახალ მოცემულობაში თავისი თავი და ადგილი იპოვოს და ჩვენ გამოდის რომ ესე იგი, ну აი რაღაცა არალოგიკურ იმაში ვართ რა, რომ აზერბაიჯანს როგორც უნდა შეუძლია, რაც უნდა შემოიტანოს, როგორც უნდა, რამდენი ფულიც უნდა დააბანდოს, რაც უნდა გააკეთოს, შენ რომ მოგინდება იქით რაღაცის შეტანა, ვერაფერი ვერ შეგაქვს. და ეს მიღებულია ვითომც არაფერი, ესია ანალოგიურად თურქეთთან ეგ სიტუაციაც. და ძალიან ბევრ ჩვენ მეზობელთან ვერ შეგაკი არა, ვერ შედიხარ აზერბაიჯანს რაც ეხება და თურქეთთან როგორც გითხარით, არ ვიცი, ყველა მაკითხვას ვარს, რომ განა რავალდებულება გვაქვს, განა რავალი გვაქვს ამისთანა თურქეთთან. ო, ну, თურქეთთან საშინელი სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი 2008 წელს, პატრიცემულმა 2008-ში არის ეს მოწერილი? 2008 წელს. 2000 მე მეგონა შევარდნაძის დროს იყო აი ეს დემირელის ინსტიტუტის რო დაარსეს და მერე რო ეკონომიკური პროექტების ერთობლივი წარმოება რო დაიწყეს. ნახეთ, შევარდნაძის დროს ჰქონდათ გარკვეული რაღაცა თავისუფლებას და პრეფერენციებიც, მაგრამ 2008 წელს რო იყვნენ დაიკანონეს ამ ასე ვთქვათ პროდუქციის გამბაჟების გარეშე შემოტანა. ძალიან დიდი რაოდენობა პროდუქციის ხო გეუბნები დაახლოებით აი სულ რო წარმოიდგინოთ მთლიანად ყველა პროდუქტი 95% მაინც არის ნოლით და ეს რეალურად ძალიან ძიმე მდგომარეობაში ახენებს ჩვენებს. ხო, იმიტომ რომ ეხლა ყველა ამბობს, რომ ერთ-ერთი მაგალითად ცნობილი სავაჭრო ობიექტზე, რომელსაც მე როგორც მითხრას ქვია აგროჰაბი, იქ ესე როგორ ამბობენ, ამერიკაში ეძახიან ორგანიკს. აი ამ იმას დახლებს და ამ პროდუქტს და აგროჰაბში არის თურმე პროდუქცია, რომელიც ღირს ძალიან ძვირი. და ამას ამართლებენ იმით, რომ ადგილობრივი მიწაზეა მოყვანილი ადგილობრივი ფერმის და ასე შემდეგ. და იმიტომაც არის ალბათ ჩემი აზრით ეს წარმოუდგენლად დიდი ფასი, რომ სხვანაირად, სხვა ფასად, აი თურქულ პირობითად კარტოფილს უბრალოდ ვერ გაუტოლდება და ალბათ იმიტომაც წევენ იმ, აბა სხვანაირად როგორ უნდა გაყიდოს, ხო ეხა ფული აქვს ჩადებული, ბიზნესი აქვს დაწყებული და ნუ გინდა არ გინდა რაღაცა უნდა გააკეთო და კი ბატონო, მომხმარებლის საფულეზე, ხო? მომხმარებლის ჯიბეზე.
კი ბატონო, კი, რა თქმა უნდა და რა არის იცით, ეხლა არაფერი იაფი საქართველოში პრინციპში აღარ არის, ძალიან მაღალია ყველაფრის ფასი და ამ დროს სამწუხაროდ აი ესეთ მაღაზიებში, რომლებიც პირდაპირ იმპორტზე არიან მიბმულები, ეს ორი ნაბიჯი ვთქვათ და ქსელური მარკეტებია რაც არის ხა, ხო? ლიბრე და რაღაც ხო, ქსელური მარკეტი პირდაპირ იღებენ ხილსაც და ბოსნეულსაც 90% არის იმპორტირებული, ხო? არც ერთი არ არის ხარისხიანი, მეჯერ ხარისხიანი, ვთქვათ, არც ვაშლი, არც რაღაცა ქლიავი, არც ატამი, იქ ხარისხიანი არ შემხვედრია, შეიძლება 10-15% სეზონზე ქართულიც მოხდეს და ის აღმოჩნდეს უფრო ხარისხიანი. მე ისიც თქმა მინდა იცით, რომ ეს იმპორტი რახან პატარა ბაზარია, იმპორტიც გარიგებულია ხშირ შემთხვევაში. და ისინი ერთმანეთს არ ძირავენ, არ არის აქ ისეთი შეჯახებები, რომ ვიღაცას ფასში ეჭიდაოს და მე დაბლად ჩამოიქაჩოს ეს ფასი. რეალურად თუ ავიღებთ ჩვენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების თუ ხანდახან ევროპულ ფასებსაც, ხო? აღმოაჩენთ, რომ ჩვენ ფაქტიურად ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე მეტი ფასი გვაქვს, ძალიან ბევრ რესპუბლიკას ესე ვთქვათ, ფასებში უსწრებთ. ევროპასაც რაღაცეებში უტოლდებით, თუმცა ხარისხი გვაქვს დაბალი. განსაკუთრებით იმპორტის ხარისხი. იმპორტი რასაც უნდა იმათ შემოიტანენ, ფასი დასვან. აქ კიდევ რძეზე და რძის პროდუქტებზე და აი ამ ფხვნილზე და რძის პასტებზე და ყველის ხარისხზე ძალიან სერიოზულად. აქ რა თქმა უნდა იგივე ეს ხორციც გასაკონტროლებელია და იგივე სხვადასხვა ქსელები რა ხორცს მოიხმარენ როგორ. მოკლედ სურსათის უნებლობის კუთხითაც ძალიან სერიოზულად არის სამუშაო. ჩვენ მართლა გვაქვს უნიკალური შესაძლებლობები, თქვენ რამოდენიმეჯერ ახსენეთ ეს აგრონომიული ტურიზმი. ამის გაფუჭება, ამის დაკარგვა და ამის ესე ვთქვათ გაბაიბურება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ გვაქვს უნიკალური ბუნება, ძალიან საინტერესო ისტორია და ისტორიული ძეგლები. საინტერესო ტყეები 40%-მდე ტყეები გვაქვს და ძალიან ბევრი დაცული ტერიტორია გვაქვს და ამ დაცულ ტერიტორიებში არის უკვე შესაძლებელი ვთქვათ რაღაცა ექსკურსიები და ასე შემდეგ. მოკლედ მიმზიდველია, მე იმ დღეს მომიწია ასე ვთქვათ ფეხით სიარული და ძალიან ბევრი უცხოელი ვნახე, აი ლესელიძის და თავისუფლების მოედანი და იქით ამ ქუჩებზე, იმიტომ ბევრი ხალხი ჩამოდის, აინტერესებს საქართველო, აინტერესებთ ეს მისი გასტრონომიაც რაც თავარია და ეხლა ამის ესე ხარისხის ხელიდან გაშვება და ის რო თქვათ ხაჭაპურს აღარ გავდეს და ხინკალი ხინკალს არ გავდეს და იქ ჩურჩხელას უკვე შეფერილი შუქნიშანებით ჩურჩხელები რო კიდე იმას საერთოდ ეს არის დაუშვებელი, იმიტომ რომ ეს იმდენად დამანგრეველი იქნება, რომ ჩვენ დავკარგავთ ამ დობას დავკარგავთ ადამიანების მიერ და იტყვიან ნუ აი გავსინჯე ეს ხაჭაპური და არაფერი რაღაცა რო გაცივდა მე რაღაც გული შემიწუხდა ისეთი გემოქონდა და ხო ამ ფხვნილზე დამზადებული ეს საშინელება ეს ოდნავ გაცივდება თუ არა, ნუ კატასტროფაა იმის ჭამა არ შეიძლება და აქედან ვინც მოდის ახლა საქართველოში, აი ტურისტული მოკლე პერიოდით, ვინც ადრე ნაყოფ, მე ამერიკელებს გულისხმობ, ნუ არა ქართულს მოდი ასე ვთქვათ. ყველა ამბობს, რომ ძალიან გაძვირებულია თბილისიო. აი წარმოუდგენლად უკვე ნიუ-იორკს ადარებენ, ალბათ მოსკოვის ფასებიც ალბათ იგივეა, ხო რა და წარმოუდგენლად ძვირია. ადრე ეგ იყო თქვენ ქვეყანაში მომხიბვლელიო, რომ მაღალხარისხიან პროდუქტს, მაღალხარისხიან საკვებს ვიღებდითო, ესეთ ადეკვატურ როგორ ხელმისაწვდომ ფასათო და ეხლაო ჩათვალეთო, რომ ნიუ-იორკის ფასები აქვს ყველაფერს. კი, ფასებმაც აიწია, მაგას ვიძახ, ფასებმა აიწია და ხარისხი ფუჭდება. ეს ტენდენცია სახეზეა, ხო, ეს ჩანს ყველაფერი. ამის დაშვება არ შეიძლება. ამ ხელა რესურსი და შესაძლებლობები გვაქვს და ამ პროცესს მართვა ჭირდება. ამის ესე მიშვება და შორიდან ყურება ამ სულ ყველაფერზე, ხო, მე თუ მკითხავ არის დანაშაული. აი ლესელიძე ახსენე და ლესელიძეზე გამოფენილ ღვინის პროდუქტებზე მაქვს განსაკუთრებით რა. ნუ თუ არავინ არ აკონტროლებს, რომ წარმოუდგენელია, ხო, რომ მსგავსი ჩურჩხელა, მსგავსი ტყლაპი იყოს ქართული, ხო? ეხლა შეიძლება ყველაფერი გაყიდო, მალე ალბათ პლასმას გაყიდიან და დაარქვევენ ჩურჩხელას და არავინ არ აკონტროლებს. საბოლოო ჯამში მე ეს აისახება ტურიზმზე რა, როგორც თქვენ ძალიან. სხვათა შორის აი კახურ ჩურჩხელს აღარ გასინჯოს, იმიტომ რომ გაგონილი აქვს, რომ ეს ჩურჩხელაა, რომ რაღაცა შინელება.
ფათაშორის კიდე ერთი მომენტია, რაც ინვაიტი იყო ჩვენი ახალგაზრდობის დროს, გახსოვთ? კი. აი ნახე, ინვაიტი ამოვლებულ იმას კიდიან უკვე თხილს რა. ხო და თვითონ აი ეს ტურიზმის მომენტებიც, ხო, იმდენად აი მიშვებულია და ძალიან გავჩერდი ტელეფონზე ვსაუბრობდი და ისეთი არასასიამოვნო საუბრებიც მოვისმინე, რომ ესე იგი აი ატყუებენ ამ ხალხს, რომ აი გაგასეინებდა ამდენი უნდა, აქ გაგასეინებდა იმდენი უნდა, ერთმანეთის აი გამოჭერაზე რო არიან. ესეც არ არის ნორმალური ცივილური ქვეყნისთვის ის, რომ ახლა ადამიანს პირობითად რომ 15-20 ლარის მაგივრად 100 ლარს გადაახტევინებ რაღაცაში. ესეც არ არის. იქაც აი ესე რაღაცა ამ იქ წაგიყვან და აქ წამოგიყვანშიც ესე თქვათ დავინახე ძალიან ბევრი თაღლითობა და ტყუილი. მოკლედ ტურიზმის ქვეყანა ტურიზმის პოტენციალი გვაქვს, სოფლის მეურნეობის პოტენციალი გვაქვს. მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვჭირდება ძალიან სერიოზული ეკონომიკური სექტორების განვითარებაც, რომ სამომავლოდ ჩვენ ვიყოთ ძლიერი ქვეყანა, ჩვენ დღეს უნდა ფულს დებდეთ ახალ ტექნოლოგიებში, ახალგაზრდების განათლებაზე, ვინც დღეს ფულს დებს მეცნიერებაში, ვინც ფულს დებს კვლევებში და ვინც ფულს დებს მომავალში, ის 10, 20 და 30 წლის შემდეგ იქნება წარმატებული ქვეყანა. ესეთი ინერციით, როდესაც იმ უმაღლეს სასწავლებლებშიც ვასწავლით რაღაცას, ისე თქვათ, საშუალო სტანდარტს, რომელიც რეალურად არაფრის მომცემი არ არის და როგორც სპეციალისტი იქიდან არ გამოდის, უბრალოდ რაღაც დიპლომს ვაძლევთ და თან ვთვლით, რომ რაღაცა ეს მაღალი დონის ის არის, საკმაოდ ძვირსაც იხდის ხალხი. აი ერთი მეორეს მიბმული პრობლემებია და მე იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი დაიძლევა, იმის შემდეგ რაც როგორც იქნა გამოცხადდა სიახლე და გამოცხადდა განათლებაში ეს 7 პუნქტიანი გეგმა, მე უკვე დავიჯერე, რომ იწყება, ასე ვთქვათ, ახალი პროცესი, ახალი რეალობა და გრძნობს პრემიერიც და ასე ვთქვათ, მისი გუნდიც, რომ სიახლეებია საჭირო, ვინც ვერ აუბავს მხარს ამ სიახლეებს, მე მას მოუწოდებ, რომ სასწრაფოდ დავემშვიდობოთ, იმიტომ რომ დღეს რაღაც ფუქსავატობის და გართობის დრო არ არის. ნებისმიერი უწყება, ნებისმიერი სამინისტრო უნდა მუშაობდეს ძალიან ინტენსიურად და არსებობს სამთავრობო დადგენილებები, გადაწყვეტილებები, სადაც უნდა იქნებოდეს, ასე ვთქვათ, ანგარიშები, დოკუმენტები, ეს უნდა ანალიზდებოდეს ყველა ციფრებს. იგივე სტატისტიკა რომ მოძრაობს ეს პროდუქცია, რაღაცეები დაბლა ჩამოდის, რაღაცეები გაურკვევლად არის, რაღაცეები იკლებს, ამაზე რეაგირება უნდა იყოს. ეს უნდა იყოს მუშა პროცესი. მე დღეს მივიღე ესეთი სურათი, ესეთი სტატისტიკა, მაშინვე ვიწყებ ამაზე მოქმედებას, აი როგორც კი ვიღებდი, თქვათ, რომ იმპორტი შემოდიოდა პირობითად, თქვათ, მე ვიცნობ კარგად ბოლნის და ვიცი საადრეო კარტოფილის მოსავლის პერიოდულობა და ამ დროს ვიღებ მე ყოველთვიურ მონაცემებს, რომ კარტოფილის იმპორტი თურქეთიდან არანორმალური რაოდენობით გაიზარდა მაისის თვეში და მაისის ბოლოს იწყება, თქვათ, ჩვენს იმაში, ხო? ესეთ რაღაცეებზე რეაგირება და კონტროლი უნდა კონდეს. და ქონდა ჩვენ ამაზე, ესე ვთქვათ, ჩვენი შეხედულებებიც, რეაგირებაც, მოქმედებაც და ურთიერთობაც. ეხლა როცა რომ ვკითხულობ ეს რაღაც, არა, ეს მაგის საქმე არ არის. და ვისი საქმეა, ხო ვერ მეტყვით ეხლა. რომ აი რაღაცა პროცესია, ადამიანებს მოყავთ პროდუქცია და ამ დროს შემოდის რომელიღაცა მეორე ქვეყნიდან დიდი შემოდინება. ესე იგი უნდა დავანგრიოთ ეს ფერმერი, ესე მოხდა დანგრევა ერთ პროდუქტში, მეორეში, მესამეში. მე მგონი წინა გადაცემაშიც ვთქვი, რომ ჩვენ წელს შარშან დავამყარეთ ისტორიული მინიმუმი 200,000 ჰექტარს ჩამოცილდა 196,000 ჰექტარი დამუშავდა ერთწლოვან კულტურებზე. ესეთი დაბალი რაოდენობა, ასე თქვა, დამუშავებული ერთწლოვან კულტურებში სახნავი ფართობის არ ქონია ჩვენ არასოდეს. სტატისტიკა რო ნახოთ, არ ვიცი ეხლა თუ იქით გადავალთ რევოლუციამდელ პერიოდამდე, მაშინ არ ვიცი, მაგრამ
საბჭოთა ციფრებშიც არ იყო მსგავსი და არც 90-იან და 2000-იან წლებში არ იყო. ისტორიულ მინიმუმზე ვარ და ესეთ რაღაცეები უნდა განგაში ზარს გაძლევდეს შენ და უნდა იჯდე, ესე ვთქვათ, ტელევიზიით და ახსნა განმარტებას აკეთებდე, რას აკეთებ ამის აღმოსაფხრელად და არა ვთქვათ იმ მოქმედებებს ატარებდე, რასაც ატარებენ სამწუხაროდ ეხლა რეალურად არაფერს. ბატონ გოჩა, დიდი მადლობა ამ ტევადი და საკმაოდ ინფორმატიული ინტერვიუსთვის და იმედი ვიქონიოთ მე გიერთდებით პათოსში, რომ პრემიერმა დაიწყო, ესე ვთქვათ, სერიოზული ქმედება, ხა პირველ ჯერზე განათლების რეფორმა, მე იმედი მაქვს, რომ სოფლის მეურნეობასაც ადეკვატურად მიხედავს ეს მინისტრთა კაბინეტი. იმის იმედიც მაქვს, რომ პროფესიონალებს როგორც თქვენ ბრძანდებით, ისეთ საინიციატივო ჯგუფებს ალბათ იქნება 2-3, ვის ინტერესს კი არა, ვის ინფორმაციასაც გაიზიარებს და საექსპერტო დასკვნებს მოусმენენ და მოკლედ უკეთესის იმედით, როგორც ყოველთვის ჩვენს გვჩვევია ქართველებს, რომ მომავლის იმედით ვართ ყოველთვის. კიდევ ერთხელ ნახეთ ნიკა ორ სიტყვას ვიტყვი კიდე და დავასრულებ. რა თქმა უნდა. ჩვენ საპრეზიდენტო მმართველობიდან რეალურად გადავედით უფრო, ესე ვთქვათ, პრემიერის ინსტიტუტზე, ხო? საპრეზიდენტო მმართველობა უფრო, ესე ვთქვათ, ძლიერი ინსტიტუტი იყო და ყველაფერი მაინც მიბმული იყო ამ პრეზიდენტს და მის ინიციატივებს და მის აქტიურობებს. ეხლა ამ ახალ მოცემულობაში და პრემიერი თუ გახსოვთ, მაშინაც იყო და მაშინაც სუსტი იყო პრემიერის ინსტიტუტი. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ სამინისტროებს აქვს საკმაოდ სერიოზული ავტონომია და პრემიერის ინსტიტუტს არ აქვს სწრაფი წვდომა ყველა იმ მოქმედებაზე და ინფორმაცია არ მიდის დროულად და სწრაფად, მათ შორის, რა თქმა უნდა, ანალიტიკური ინფორმაცია, რომელიც სამინისტრო რას როგორ ანაირად აკეთებს. ამ დროს ეს მე თუ მკითხავთ, აუცილებელია მოქნილი გამოცდილი და გონიერი ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში გააკონტროლებს ვინ რას აკეთებს, იმიტომ რომ თუ პრემიერის ინსტიტუტია, რომელიც პასუხისგებელია მთავრობის მუშაობაზე, მაგრამ ვერ ჩადის ესეთ სიღრმეებში, ხო, რაღაცა ნდობის მომენტი აქვს, მაგრამ აი გამოთქმა როა რა, კი ენდემ არა შეამოწმეო, დავირია, ნუ პრავირია, რუსული ისუნ ვიხმარო. ეს მომენტი აუცილებლად უნდა ამუშავდეს, მით უმეტეს პრემიერს აქვს გაცილებით აქტიური მიდგომებიც, გაცილებით მეტი პასუხისგებლობა და მან უნდა შექმნას ასეთი ინსტიტუციურად უნდა დაალაგოს ეს პროცესი და სხვა, ასე ვთქვათ, ხისტი უნდა იყოს გარკვეულწილად დამოკიდებულება დავალებებში, დროში, სივრცეში, დავალების გადამოწმებაში, იმ სტრატეგიული მიზნების ეს ხალხს უწერია სტრატეგია 18-21 წლის, 18-24 წლის დამთავრებულია ეს წლები და კაციშვილი ამაზე ამას არ აკეთებს, რამე გაკეთდა თუ არ გაკეთდა. ეს თუ არ შეაფასებ, ხვალე რას გეგმავ ახალს ან რას აკეთებ, ხო, წინა თუ ვერ გაარკვიე და ესე თუ გადახდი სადღაც და ეს პროცესი ჰაერში დატო, ვეღარ ტყოვებ ჰაერში, მე მაგის თქმა მინდა, რომ ის სრული ლიბერალური მიდგომა, რომელიც იყო დამოკიდებულება ამ მთავრობაშიც და ზოგადად ეკონომიკურ პოლიტიკაში ვეღარ იმუშავებს. არავინ არ იფიქროს, რომ თქვათ, ზოგი ლიბერალი ვარო და ილია ჭავჭავაძის სურათს კიდევს, კაცო, ილია ჭავჭავაძის სურათი მეც მეკიდა კაბინეტში და ლიბერალური მიდგომა იქნება ეს თუ კრეატიულობა თუ რაღაცა აქტიურობა და შინას, მაგას თავისუფლებას არავის არ უზღუდავს, მაგრამ არის გარკვეული წესები, ინსტიტუციური წესები, რომელსაც ექვემდებარება ყველა ქვეყანა ამ თამაშის წესებს, ამ ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, პირობების მორგებას იმ რეალობაზე, მოცემულობაზე, შესაძლებლობებზე, მეზობლებზე, საერთო სივრცეზე, კონკურენტული პროდუქციის არსებობაზე, იმპორტ დამოკიდებულებაზე და ყველაფერზე ერთად. ამ პროცესს ჭირდება მართვა ეკონომიკური ბერკეტებით, ეკონომიკური მექანიზმების ჩართვით და არა რაღაც ემატყებით და რაღაცა გიჟური ადმინისტრირებით, ხო, რაღაცა შეიძლება ადმინისტრირებაც იყოს, რაღაცა დერეგულირებული იყოს, რაღაცა რეგულაციას დაექვემდებაროს. ეს ამოდიხარ იმ მოცემულობიდან, რაც გაქვს, მაგრამ ის პარადიგმა, რაც იყო მიღებული, რომ დადე თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები, ჩვენ ვართ ლიდერები თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებებში, ყველგან დებთ და დანარჩენი არაფერი
არ მაინტერესებს და მოვა ველოდები, აგერ ჩამოჯექი და ველოდები ეხლა შედეგს, ესე შედეგი რო არ მოვა და რო არ მოვიდა და ჩვენ რეალურად არც ერთი ეკონომიკური სექტორი გამართული არ გვაქვს. ჩემი შვილები გუშინ სომხეთში იყვნენ და იქიდან ძეხვის და ყველის და იმის პროდუქცია ჩამოიტანეს და თქვენს რო აი გაგვასინჯესო სპეციალურად თუ რა და მე წამოვიღეთ და ვიყიდეთო და ვიძახიან რომ აი როგორ შევადაროთ ეხლა თქვა არც ერთს არ დავასახელებ ჩვენ წარმოებებს, მაგრამ როგორ შევადაროთ გემოთიო. ესე იგი წინ წავიდნენ იქ მე ეს დიდი ხანია ვიცი რომ იქ ხარისხის კონტროლიც სხვა არის და აღარ ვიძახი ბელორუსიაში როგორია თქვა ეს პროდუქცია და კონტროლი ამისი ხო? ბელორუსიას რესურსი მაინც აქვს და სომხები ჩვენზე მწირი რესურსით ჩვენზე კარგ პროდუქტს რო აწარმოებენ, ეს არის ტრაგედია ბატონო გოჩა. ჩვენზე მეტი აქვთ მარცვლეულშიც უკეთესად არიან, ხორცის წარმოებაშიც უკეთესად არიან და ასე შემდეგ, ხო? მან დავალ ზუსტად რომ ჩვენ იმის, რა ქვია, ევროპიდან ქათმის ფარში მოგვაგდა კიდე რაღაც ანარჩენებით ვაკეთებთ იმ ძეხვეულს და სომხეთია თუ ბელორუსია ეს კონტროლის ქვეშ არის და ის თვითონ იძახიან რომ ჩვენ შვილებს ბავშვებს ვაჭმევთო და აქ გამორიცხულია რომ ვიღაცამ რაღაცა ტექნოლოგიას გადაუხვიოსო და ამაში რომ დაამყარო წესრიგი ხო აი მთელ ვერტიკალში უნდა მოხდეს ამის დაგავალე შევამოწმე გავაკონტროლე შედეგი ვნახე მომავალი დავგეგმე ისევ ეს სისტემა უნდა ამუშავდეს მოკლედ მე მოუწოდეთ პრემიერს რომ გააძლიეროს თავის ინსტიტუტი არ არის აუცილებელი ბევრი ხალხით საკმარისია კვალიფიციური ხალხი და სწორედ ორგანიზება მუშაობს და მე კიდე დავასრულებ იმ ტრადიციული ბოლო სიტყვაობით რომ ბატონებო და ქალბატონობა ვინც ხელისუფლებაში ბრძანდებით ვინც ამ ვიდეოს ნახავთ რომ თუ გნებავთ რომ საქართველოში ემიგრანტი დაბრუნდეს უნდა იყოს იმაზე უკეთესი პირობები სადაც ისინი ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ბევრი დამიჯერეთ კმედით უნარიანია ჩამოვლენ საქართველოში პროდუქციას შექმნიან ბიუჯეტით შეიტანენ საკმარის თანხებს და უბრალოდ გენოფონდსაც შეუერთდებიან, თორე 3,700,000 21 საუკუნეში ეს სერიოზული ტრაგედიაა და როგორც ყველა ჩემს რესპონდენტთან ბატონო გოჩა თქვენ ვიდეოს დასრულებისას აი ამ პათოსით მინდა დავასრულო რომ შექმენით ისეთი გარემო რომ ხალხი დაბრუნდეს. კი ბატონო. აი ამ შეგონებით მინდა დავასრულო დღევანდელი საუბარი ბატონ გოჩასთან და ბატონო გოჩა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საკმაოდ ტევადი გამოგვივიდა მაგრამ ისეთი თემა იყო რომ საათი და 36 წუთი კი არა 10 საათი არ ეყოფა ამ თემებს მაგრამ ნუ რაც შევძელით ყველაზე კრიტიკულ კითხვებზე პასუხი გავეცით და მომავალის სავარაუდო მომავალსაც ვხედავთ რა და როგორ უნდა იყოს და დანარჩენი ახლა უკვე მართლა ახალ მინისტრთა კაბინეტზე იქნება ალბათ როცა მოქმედი პრემიერ-მინისტრი ახალ კაბინეტს ჩამოაყალიბებს. თორე ჩვენ რო ახლა 28 წელს ველოდოთ, როდის იქნება ახალი არჩევნები, ჯერ კიდე იქ ბევრია და აქედან გამომდინარე ჯობია დღესვე დავიწყოთ მოქმედება. ხომ ეთანხმებით? იქამდე ძალიან ბევრი გასაკეთებელი და მე ნებისმიერ კითხვას, აი რაც აინტერესებს, მეც მაინტერესებს რომ ადამიანებს აი რა კუთხით აქვთ ესე თქვათ ამ დაგება ამ ტრადიციას შევინარჩუნებ, ისევ დაგროვდება კითხვები, ისე მოვა და გარკვეული ინტენსივობით მე და თქვენ ერთმანეთს ვისაუბროთ ხოლმე ამ თემაზე. კი ბატონო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და აბა დროებით ბედნიერად. მადლობა თქვენ, ბედნიერად ნახვამდის.